10 საქმე, რომელზეც გამოძიებას მიხეილ სააკაშვილთან შეკითხვები აქვს. ზუსტად 2 დღეში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან, თუმცა როგორც ჩანს, მათ დიდხანს მოუწევთ ლოგინი, ვინაიდან სააკაშვილი არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, ჩვენ კი მასთან სასაუბროთ ჩამოვიდით კიევში. მიხეილ სააკაშვილი დღეს არჩევანის სტუმარია. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. ხუთშაბათს 27 მარტს 13 საათზე თქვენ დაბარებული ხართ მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად. თქვენ თავიდანვე თქვით, რომ არაპირებთ საქართველოში ჩასვლას და არაპირებთ დაკითხვაზე გამოცხადებას. ამას მოყვა განსხვავებული გამოხმაურებები, მათ შორის ძალიან კრიტიკულიც, რაც გასაგებია. ითქვა ასეთი რამეც, რომ ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში როგორც პრეზიდენტი იყო კანონის უზენაესობის მთავარი გარანტი, ახლა არ ემორჩილება სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და უარს ამბობს დაკითხვაზე. რა პასუხი გაქვთ თქვენ ამ კრიტიკაზე, რატომ არ მიდიხართ დაკითხვაზე? პირველ რიგში მართალია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კანონის უზენაესობის პირობებში, კანონზე მაღლა არავინ არ შეიძლება იყოს. ოღონდ აქ არის ერთი რამ, კანონის უზენაესობის პირობებში. ის რომ ეს პროცესი პოლიტიკურია და არასამართლებრივი, ამაში მე მგონი პატარა ბავშვებსაც აღარ ეპარება, არც მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველასთვის, ყველას, ვისაც სოფლიო შეიძლება თვალს ადევნებდეს ამ პროცესებს, არავის არ ეპარება საერთოდ ეჭვი. საერთოდ რა არის სამართლებრივი პროცესი? ხა მე იურისტი ვარ, ამ ქალაქში ვსწავლობდი, მეუფლებოდი სამართალს, კარგი პროფესორი მყავდა და კარგად მასწავლე სისხლის სამართალიც, თავის დროს და სხვა სფეროების სამართლის. პირველი პრინციპი არის, რომ არის რაღაცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ ამ საქმეში გამოიკვეთება ფაქტები, მე ამ ფაქტებზე გამოიკვეთება ფიგურანტები, ვინ შეიძლება ამ ფაქტებში დამნაშავე იყოს, ამის შემდეგ ხდება სამართლებრივი პროცედურის დაწყება ამ ადამიანების მიმართ და შემდეგ ამ ადამიანებს შეიძლება ეს ადამიანები ან გამართდნენ, ან გამტყუნდნენ. ეს არის სამართლებრივი პროცედურა. ეხლა რა არის საქართველოში? საქართველოში ჯერ ცხადდება, რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც უნდა გავეკიდოთ. მერე პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ ეს პიროვნება არის დამნაშავე. მერე უკვე ამის შემდეგ ყვებიან, უკვე იფიქრობენ, თავს მოიფხანენ და ფიქრობენ, აი ზუსტად რაშია დამნაშავე, მოდით ჩამოთვალოთ. მერე იღწება ეგრეთ წოდებული სამართლებრივი პროცედურა, მორგებული იმაზე, რაც უკვე პოლიტიკოსებმა გააცხადეს პირდაპირ ეთერში თუ სხვადასხვა ინტერვიუებში, რომ რაშია დამნაშავე და უკვე ამაზე ეგება მერე ყველაფერი. ეს არის თავდაყირა დაყენებული სამართლებრივი პროცედურა. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ არაერთხელ ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით მოყვა, რომ სააკაშვილი რა თქმა უნდა გამტყუნდეს. ჟურნალისტ უცხოელებს მოყვა მათ შორის. სააკაშვილი უნდა გამტყუნდეს და მე ეკითხები, აი რაში? ხო, ნუ ალბათ გახსოვთ ალბათ ინტერვიუ. უნდა გამტყუნდეს ალბათ ჟვანიას საქმეში. ალბათ უნდა გამტყუნდეს ხო, ბევრი ფული დახარჯა იმაში. ალბათ უნდა გამტყუნდეს კიდე რამე იქნება იქ სადღაც ანგარიშები აუცილებლად იმაში. ალბათ ასე შემდეგ ჩამოთვლე, ხო? მე თელი ეს ორგანოები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ როგორც ჩანს, საკმარისად ვერ შევცვალეთ ან აზრი ვერ გამოუცვალეთ მენტალიტეტი, ირაზმებიან და იმას წინა დღეებში რაც მოუყვა ტელევიზიით, ეძებენ ფაქტებს, ან იგონებენ ფაქტებს, რომელიც ამას ესადაგება. ეხლა ეს შემდეგ რა განცხადება გკეთება თუნდაც ამ დღეებში, დავანებოთ თავი ივანიშვილს. თქვენ მოისმინეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მოქმედმა, ფორმალურმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილი არ გამოცხადდება მოწმის სტატუსით, ჩვენ მას გამოვაცხადებთ საერთაშორისო ცებნაში. სამართლებრივი პროცედურა, არანაირი დაუყოვნებელი პროცედურას იმ პირობებში თუ მოწმე არ მოდის, არ ითვალისწინებს. იქ არის ბევრი სხვადასხვა ალტერნატივა, მე ამ დროს რა ხდება, მაგრამ ეთყობა კანონები ამათ არამხოლოდ არ წაუგითხეთ, არც უნდათ რომ წაიკითხონ. როდესაც, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ, რატო არის ეს პოლიტიკური? თავარი არის ძალიან მარტივად. საქმე. ივანიშვილმა გაბედა და სახეში მითხრა რამდენჯერმე, ჩემი მასთან კონტაქტების დროს 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომ თუ არ ჩავიკმეტე ხმას, თუ როგორც თვითონ იცახოდა, გავაგრძელებდეთ მენტალური ძალადობის განხორციელებას ქართულ ხალხზე, შევეცდებოდა, რომ ქართული ხალხი შემდგომში მეცხოვრებია სიცრუით, მას ვზიტირებ უკაცრავად. რომ ჩემთვის წინამდე გაგზავნეს სისხლის სამართლის საქმეს.
ერთ ციტოთ ხმას თუ არ ჩავიკმიტავდი, აუცილებლად დამიჯერდა. მე მეგონა რომ ეს უცელდებოდა მხოლოდ ივანიშვილს, მაგრამ ბოლო კვირეებში და თვეებში მე თითქმის არაფერი არ მითქვია ივანიშვილზე, მაგრამ ძალიან აქტიურად ლაპარაკობდი პუტინზე და რუსეთზე. თქვენ ხართ ამის მოწმე, მთელი მსოფლიო არის ამის მოწმე. მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ალბათ ესე გამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით და ექსპერტიზის სოფლიოს ყველა ტელეარხზე, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ლაპარაკობდი რუსეთის აგრესიაზე, ჩვენი რეგიონის წინააღმდეგ, როგორც წესი ლაპარაკობდი უკრაინასთან ერთად ყოველთვის საქართველოს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის რა თქმა უნდა პირველადი და მთავარი. და ახლა აღმოჩნდა რომ თურმე ხმა უნდა ჩავიკვირდო არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ასევე პუტინზეც სიტყვა აღარ დავწერო. ასე რომ მე მგონი აქ პოლიტიკური სარჩული ყველასთვის გასაგებია, ყველასთვის გასაგებია რომ 101 საქმე იყო ყალბი მანამდე. ყველასთვის გასაგებია რომ აი რა მდგომარეობაში არის დღეს ჩვენი სამართალდაუცავი სისტემა და სწორედ ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის რომ ევროკავშირი, ამერიკის მთავრობა, ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი იმას რაც ხდება საქართველოში უკვე კარგახანი ეძახის შერჩევით სამართალს ან საერთოდ სამართლობას. ბატონ მიხეილ, თქვენ ადრეც განაცხადეთ იმის შესახებ, რომ დაკითხვაზე თქვენი დაბარება არის სწორედ პუტინის გეგმა და ადრეც ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერი დაადანაშაულეთ პუტინთან გარიგებაში. არსებობს ფაქტები, რომელთა საფუძველზეც თქვენ ამას ამბობთ, თუ ეს თქვენი ვარაუდია მხოლოდ? ტელევიზორში არქივი ნახეთ, ტელევიზიის, თქვენი ტელევიზიის არქივი ნახეთ და მე მგონი არაფერი სპეკულაციებიც აღარ არის საჭიროებებას. პუტინმა არაერთხელ თქვა საჯაროდ და მედვედევმა სხვა შორის რომ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს, სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაკიდება ამას ნიშნავს, იმ ნაწილებს რომ დაკიდებენ და დაკტოვებენ, მე უნდა ცისხვისგან დაიცალა მოკვდე. მაგალითად ესეთეს ლიდერებს უთხრას თლობაზე რომ ნაწლაებს გამოუყებთო და ყელზე შემოახვდა ამით ჩამოუკიდებო, როგორც რამდენიმე მათგან მომიყვა. არ უნდა იყოს ციხეში. მან თქვა რომ ქართველი ხალხი თვითონ გაასამართლებს სააკაშვილს. და თან მოიკითხა, როდის არის შემდეგი არჩევნები? მერე ქართველი ხალხი მიხედავს სააკაშვილს. ქართულ ხალხში იგულისხმებოდა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის მთავრობა, რომელიც მისი აზრით მას შემდეგ რაც მან დახარჯა 2 მილიარდი დოლარი მოვიდოდა საქართველოში. ამიტომ რუსული განზრახვა უნდა მიცე, ხა პუტინი ბევრს იტყვება ხოლმე, მაგრამ ცუდია და ავი განზრახვები რაც აქვს, არასდროს არ მალავს. ჩვენ ბოლო შეხვედრას მან მითხრა, ბევრი შენ გპირდება კარგ რაღაცებს, მაგრამ არასდროს არ შეასრულებ. მე არაფერ კარგს არ გპირდებიო, მაგრამ აუცილებლად შეგისრულებ. ასე რომ აქ არც თუ ოდნავ მაინც ფაქტების დაკავშირება შეუძლია ვიღაც, მაგრამ აი რა შუაში პუტინი? შუაში კი არა, თავშია ხო? თვითონ იძახს რომ თავში ვარო და ხა თქვენ რატო ართ ამ სიამოვნებას რომ ამის ავტორობები ისაკუთროს. თვითონ იძახის ამას და არაერთხელ უთქვავს ეს. და არაერთხელ დაუტრაბახია და ამას არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებთან მაგალითად. ასე რომ როცა თავიდანვე პროგრამა გაცხადებული იყო რისთვის რა უნდა პუტინს ივანიშვილის კოალიციისგან, რომლესაც მას მიცა 2 მილიარდი დოლარი. შარშან შეხვდა კასიანოვი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამერიკაში და მითხრა რომ ნუ თუ თქვენ არ გესმით რომ თუმცა მე არ მithქვავს რომ არ მესმის, მაგრამ ნუ ეს იყო რომ 2 მილიარდ დოლარს პუტინის გარეშე ვერავინ ვერ მიცემს ვერავის. და პუტინი როცა აძლევს ეს არის ისეთი რაღაცა რომ ამაში უნდა იყოს კონკრეტული ვალდებულების იღება. მართლაც რომ ნახოთ რუსეთიდან ვერცერთმა ოლიგარქმა ვერ გამოიტანა ფული გარდა ორისა. აბრამოვიჩის პირადი მოლარის პუტინის და ივანიშვილის. ლებედზემა რაღაც ხმა აიწყმუტულა ყოფილი კგბ-შნიკია ესეც პრაქტიკულად ყველაფერი წაართვეს და იაფად გაყიდა ყველაფერი წამოვიდა. ბერეზოვსკის რა უკრეს ყველა ვნახეთ. ჯერ გააკოტრეს და მე სიკვდილამდე მიიყვანეს. ამ ორმა კაცმა გამოიტანა. ნუ თუ არ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ნუ თუ არ დავსვათ კითხვას, რატომ მიცა მას და უფრო სწორად მეცაც გეტყვი. მე ეს კითხვა დავუსვი ივანიშვილს პირველ შეხვედრაზე მთავრობის საკომპლექტებას რომ მოვიდა 2012 წლის ნოემბერში. ძალიან აუღელებლად მითხრა რომ მას ყავს FSB-სთან კავშირები, ახსენა ეს თავის დეიდაშვილი და მამიდაშვილი არის შმაგი, რომელიც FSB-სთან კავშირშია და თქვა რომ კი
აი ესეთი როგორც თვითონ მითხარ რომ თავიდან არ გვაძლევდნენ უბრალოდ მე გამოაცხადეო მე რაღაც პერიოდ პაუზა იღებს და მე აპრილში წამოვიდა დიდი დაფინანსებაო მართალია მოთხარ არ გონია რომ არც ვარ კითხვას რატო გაძლევენ ფულს იმიტომ რომ მან თავისი რაც ყონდა გაყიდა ბევრად მეტად ვიდრე ეს ღირდა ეს არის რუსული პრესის მონაცემები ხა ეს ჩემი და რა გიპასუხოთ მაგრამ ძალიან აუღალად მითხარ იმიტომ რომ შენ ვერ გიტანენ და იმდენ გამიკეთეს ასე ხა თუ ამას ხდება ესე იგი ეს არის ვალდებულება ხო ყვილა არა ივანიშვილის სიყვარულის ბუშტი გაუსხდა პუტინს უცებ ხო ამიტომ აქ ხა ნუ ძალიან აი ხა თვალზე ხელს რო იმათ ცხენებს რო აფარებენ ხოლმე რომ რაღაც აი ესე უნდა იყო ლიბრი უნდა ქონდეს მაგრამ გადაფარებ თვალს რომ აი ეს აი თეთრი არის თეთრი შავი არის შავი კავშირი ვერ დაინახო მიზეზობრივ შედეგობრივ მე არ ვიცი ხა ეს ხო კონსპირაციის თეორიები არ არის ყვება ის კაცი რა უნდა ფულს აძლევს ესეც მე მოვიყვანა უნდა და რატო აიღო ეს ფული ჩაოლებრივია ეხა ამ ყველაფრის ფონზე თქვენ გიდათ მითხრათ რომ მე უნდა თბილისში ჩამოვიდე და პუტინის ოცნება შევასრულო მე გავაგზავნებ იმას რასაც ვაკეთებდი როგორც თავისუფალი ადამიანი მე ჩემი ცხოვრება მინდა გითხრათ რომ არ არის ადვილი ცხოვრება იმ გაგებით რომ მე დაცვის გარეშე დავდივარ მე დავდივარ ჩაოლებად მეტროთი სადაც ვარ ყველგან უბრალოდ ნიუ-იორკში დავდივარ მეტროთი არ ხო რომ კიევში მასპინძლები დამყოფიან ხოლმე დაცვით ეს ერთ-ერთი ადგილი არის სოფლიოში სადაც კიდევ ვიღაც დამყოფა პუტინს გამოცხადებული აქვს საჯაროდ რომ უნდა მომსპონ ეხლა წარმოიდგინეთ როცა ხარ მაგალითად უზბეკეთის პრეზიდენტი კარიმოვი და გესმის რომ პუტინმა არაერთხელ დაიფიცა დაიგინა პირდაპირ ვთქვათ რომ ნამდვილად გამოსაგებს და უყურებს რომ გავიდა 4 5 6 წელი და ეს სააკაშვილი კიდე დაიარება კი როგორც ივანიშვილმა თქვა რას დადის ეს კაცი დადის ხო კიდე დადის ხო იფიქრებს ეს რომ არც ისე ძლიერი ყოფილა ეს პუტინი კაცო ეს კანონიერი ქურდი თუ თავის მუქარას ვერ ახორცს ამიტომ ის რომ ეს ცხოვრება და ეს ჩემი ცხოვრება არც ადვილია და არც ურისკო არ არის ეს ყველა ვიცით მაგრამ მე ამაზე ლაპარაკი მხოლოდ იმიტომ მიხდება ეხლა რომ ყველას გაუხსნა რომ თავისთავად ეს ამაში არის ახლა მაგრამ სანამ შემილია რომ ვიარო და სანამ შევიძლია რომ რაღაცნაირად ჩემი პროგრამა განვახორციელო მე ამას განვახორციელებ არა ივანიშვილის პირადი ზოპარკიდან რადაც გადაიქცა საქართველოს ციხეები არა იმ საკრიდან სადაც ის მაგალითად ვანო მერაბიშვილი ცალკე საკანშად მუდმივად წვალების ქვეშ ხავთ არამედ განვახორციელებ ნიუ-იორკიდან, კიევიდან, ვარშავიდან, პრაღიდან, ტოკიოდან ანკარიდან ყველა ადგილიდან სადაც ჩავალ როგორ თავისუფალი ადამიანი იმიტომ რომ ვერავინ რამდენიც რომ ლაპარაკობ ამათ ჩემ გადაადგილებას ვერავინ ვერ შეზღუდავს ეს ძალიან ნათლად არის უკვე გარკვეული მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება რუსეთი და საქართველო მაგრამ მე ვთქვათ იანუკოვიჩი მე ეს ვიცი როგორც ზუსტად იმიტომ რომ ხა ბოლოს რა ლაპარაკები ქონდათ და შმაგის მეშვეობით რა შემოუთვალა FSB-მ ივანიშვილს მე არ ვიცი მაგრამ როცა შემიძლია გამოვიცნო მაგრამ ნამდვილად ვიცი უკრაინის უსაფრთხოების მესვეურებისგან რომელიც რამდენი მათგანი ჩემი მეგობარია რომ როცა უკრაინის რევოლუცია დაიწყო და მე აქტიურად ჩავერთე ამაში პირველი დღიდან და მართლა ასობით ათასი ადამიანის წინაშე გამოვედი აქ რამდენჯერმე და თქვენ ნახეთ ეს დახვედრა ეს მარტო ჩემი დახვედრა საქართველოს დახვედრა იყო ივანიშვილი უბრალოდ პუტინის ერთ-ერთი საუბარი იანუკოვიჩთან მე სოჩში იყო ჩასული იყო ის რომ სააკაშვილი და სხვები მოაშორე იქიდან და მაშინ გაჩნდა ეს შავი სია მაგრამ მაშინაც ვიძახოდი რომ იანუკოვიჩის შავი სია დიდხანს არ გასტანს გასტანა 2 თვე ეხა სად არის იანუკოვიჩი ეხა თვითონ ეძებენ ასე რომ ის გეგმა რომ ეხლა რუსეთში ჩავალთ ხო მალე მაგას ვერ გეტყვით თუმცა მე მგონი ეს მოხდება თავის დროს და ბევრად პუჩქარები და წარმოუდგენია ვინმეს მაგრამ ის რომ საქართველოში ბევრად უფრო მალე ჩამოვალ ვიდრე ივანიშვილს და მის კრედიტორს ამ შემთხვევაში ვინც მიცა 2 მილიარდი დამკრედიტებელს მიაჩნიათ ეს ნამდვილად ასე იქნება, იმიტომ რომ ზუსტად როგორც ვიყავი ოპტიმისტურად უკრაინაზე, ასევე ოპტიმისტურად ვარ საქართველოს. დიახ, თქვით რომ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას ქვეყნის გასათავისუფლებლად პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან და როგორც ახლაც გაიმეორეთ, ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს ივანიშვილს გონია.
მაშინ გითხარით, როდის და როგორ აპირებთ ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, შეცვლის განხორციელებას, ფაქტობრივად ეს იგულისხმება თქვენს ნათქვამში. თუ გავითვალისწინებთ ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ რეიტინგებს, თქვენ არ გექნებათ იმხელა მხარდაჭერა, როგორც გქონდათ მაგალითად 2004 წელს, როდესაც თქვენ ერთხელ მართლაც შეცვალეთ მთავრობა. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ის რაც ხდება საქართველოში ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ძალიან განვიცდი ამას. მე მივიღე ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა ქართულმა ხალხმა 2012 წლის ოქტომბერში. მიუხედავად ჩემი მრავალგზის გაფრთხილებებისა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ბევრი რაღაცა ლოგიკურად მოხდა და ელექტორატის ვერდიქტი იყო ისეთი, როგორც იყო. და ამიტომ ძალიან დიდხანს თავს ვიკავებდი ამ ახალი მთავრობის კრიტიკისგან. ვიკავებდი იმ პირობებში, როცა ბევრი ჩემი მეგობარი ჩემზე ამის გამო იყო ნაწყენი და დღესაც არის ნაწყენი. ნაწყენია, იმიტომ რომ არ ვიღებდი ამბობდნენ, რომ ის აღარ არის ძველი მიშელა, აღარ არის ესეთი შემტევი, ესეთი პრინციპული, მათ შორის იმ პირობებში, როცა ჩემ უახლოეს მეგობრებს უბრალოდ ციხეში ამწნილებდნენ და ამაზეც საკმარისად ძლიერი რეაქცია არ მქონდა, მართალია რომ არ მქონდა. იმიტომ რომ ხალხმა გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, ყველაფერს დრო უნდა, ყველაფერს უნდა გადმოიხედო გვერდიდან და შორიდან უფრო კარგად შეძლო დროით და უნდა დაახერხო სიტუაციის დაკვირვება. მეორე მთავარი мотиваცია იყო, რომ ამ ეს თავრობა ვერ გაბედავდა დასავლური ორიენტაციის ესე ღიად შეცვლას. ესე იგი რაღაცნაირად ინერციით მაინც მიუგორდეთ ამ ასოცირების ხელშეკრულებამდე და იქნებ როგორმე მივჩანჩალდეთ, იმიტომ ჩქარსულაზე ხა ზედმეტი ლაპარაკი, მაპამდე, იმიტომ რომ ეხლა თვითონ მაპი მოდის ჩვენკენ უკრაინის ფონზე. ეხლა თვითონ ასოცირება მოდის ჩვენთან უკრაინის ფონზე. მე რამდენიმე დღის წინ იპიპის ევროპულ სახალხო პარტიის სამიძე ვიყავ, მაგიდასთან ვიჯექით მერკელთან, ბაროსუსთან ერთად, დიდი გამოსვლა მქონდა და იქ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დააჩქარეთ საქართველოს მიმართ საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ეხლა არ მგონია, რომ ჩემ გამო მართლა რა თქმა უნდა, მაგრამ აი იმ უკრაინული სიტუაციის გამო გამოცხადა, რომ აქეთ გადმოვაქვთ ეს ხელმოწერა. და ეს არის ძალიან კარგი. უნდათ ეს ხოცნების მეცხოვრებს თუ ამსურთ. იმიტომ რომ ეს არის ახლა უკვე გეოპოლიტიკური პროცესი და ძალიან აი თვითონ გეოპოლიტიკა მიყავთ აქეთ. ამიტომ ჩემი ამოცანა იყო და ჩემი მოსაზრება, რომ ეხა ბევრი ხმაური ამას დააზარებს და ეს არის ზუსტად რაც უნდა პუტინს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს. მაგრამ მეორე ხო ხა მოდი თვალებს უნდა ხუჭოთ იმაზე რაც არის. არის ის რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაშენებდით ყველაფერს შეუდგა წყალი, ჯერ არ ჩამოინგრა ბოლომდე, მაგრამ ნამდვილად შეუდგა წყალი. და ეს წყალი არის და ეს არ მხოლოდ ეს გზებია და ეს რაღაც თქვა იუსტიციის სახლის შენობა რომ რაღაც ეს არის ინსტიტუტები, რომელსაც ვაშენებ. ეს არის ის ინსტიტუტები, რომელსაც უნდა აშენდეს მომავალი მრავალი თაობის ქართველების კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ შევქმნით და ამას ვერავინ ვერ წაგვართავს. 2004 წელს თქვენ როცა ახსენეთ, საქართველოს არ ქონდა არაფერი. საქართველო იყო არ შემდგარი სახელმწიფო. ჩვენ გადავაბარეთ ამ ჯგუფს შემდგარი სახელმწიფო მრავალი მილიარდიანი დამატებით შემოსავლებით ხელში მივეცეთ ეს რამდენიმე მილიარდი, რომ ახლა მოიხმარეთ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, უბრალოდ თქვენ ხალხს მოახმარეთ, ჩვენ ხალხს მოახმარეთ. ეს ფული პრაქტიკულად გახარჯულია. ბიუჯეტი თავისუფალ ვარდნის მდგომარეობაში იმყოფება. დღეს პირველ თავიდან და ვარ კატალკაყალბების დიდ ტალღაში. მართლა სიცრუე ცხოვრებაზე რომ ლაპარაკობენ. აი ეს არის ხოჩოს პოლიტოლოგიური თეორია. ქვია სარკისებრი თეორია პოლიტიკოლოგიაში, რომ აი რასაც შენ ფიქრობ და აკეთებ, ის უნდა დააბრალო მეორე მხარეს. და სიცრუე ცხოვრებაზე ლაპარაკობენ. ჯერ დანაშაული ხა სერიოზულად გვიმტკიცება, რომ დანაშაული არის სამჯერ შემცირებული იმას შედარებით, რაც ჩემ დროს იყო. და ციფრები მოყავთ ამის. სერიოზულად გვიმტკიცება, რომ საქართველოს აქ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. გეგურებ უცხო პლანეტებზე ლაპარაკობთ, რომ პლუტონზე ან ვენერაზე.
საქართველოში ხო ცხოვრობს ხალხი, რომელსაც აქვს კაც და არის და თუ არა, იმიტომ რომ ეს და უნდა აისახოს ყოველი ოჯახის წესზე, თუ არის 10% და ესე ყოველ ქართულ ოჯახს საშუალოდ უნდა ქონდეს ყოველთვიურად ის 10% დამატებით შემოსავალი, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ. ეხლა უკვე ტელევიზიის რეიტინგებს მიადგენ. და უნდა თქვან, რომ ტელევიზიის რეიტინგების საგეთო დახურეს, იმიტომ რომ ახალი რაღაც უნდა გაჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში სიტყვაზე რუსთავს კი არ აქვს 40%, არამედ GDS თუ რაღაცას აქვს, 50 თქვენ გაქვთ 2%. ეს ხდება პარალელური რეალობის შექმნა. რუდეს სარკეების რეალობის. ეს არის ის, რასაც აკეთებს ხოჭოს პუტინი რუსეთში. ეხლა აბა ყირიმზე რაც ხდება, ეს არის პარალელური პროპაგანდისტური რეალობა, რომ ჩვეულები რუსი დღეს ცხოვრობს სხვა პლანეტაზე და ჩვეულები დანარჩენ მსოფლიოს ცხოვრობს სხვა პლანეტაზე, იმიტომ რომ უყურებს ORT-ს, NTV-ს, იმას და ასე. საქართველოში ამ როლს ასრულებს ასავალ-დასავალი, რამდენიმე ტელევიზია. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე თავის დროზე პრაქტიკულად გააშავა ქართველების თვალში უმრავლესობის თვალში, გაისმა მგზავრმა და გაზეთმა კვალმა. მაშინელმა ასავალ-დასავალმა. ასე რომ პირდაპირ პარალელია. ამდენწლიანი პროპაგანდა, ამდენწლიანი სიბინძურე, ტყუილები. სანდრა როგორ ვაჭრობდა ორგანოებით. ვიღაცას რაღაც რომ მოვაჭამე მე. და აი და ხო ჩვენ ამას რა თქმა უნდა სერიოზულად არ ვუხავთ, იმიტომ რომ იმდენად ბრიყულია რომ ფიქრობთ რომ ამდენ ბრიყვი უნდა იყოს რომ ეს დაიჯეროს, მაგრამ როგორც ჩანს ჩიჩინი მართლა ჭრის და 200-ჯერ რომ გაიმეორებთ 1000-ჯერ რაღაცნაირად ამას თავისი ეფექტი თუნდაც მოკლებადინი აქვს. მაგრამ მე მაინც გონია რომ ქართველი ხალხი არ არის რუსი ხალხი, ჯერ ერთი ამ რუსეთის პროპაგანდისტულ სივრცეს სჭირდება ორი რაღაცა აძლიერებს, ეს არის ბევრი ფული, ნავთობის შემოსავლები და მეორე იმპერიული ინსტინქტები. საქართველოში ფული არავინ არ დახარჯა, ჩვენ დატო ფულს ხარჯავენ ახლა ესე, მაგრამ დაუმთავრდებათ, იმიტომ უდნებათ როგორც შაგრეს ტყავი. და ახლა საქართველოს ხალხს აქვს მე მგონი თვითგადარჩენის ინსტინქტი და ნამდვილად რუსებისგან ამითიც გამოირჩევით დღევანდელი რუსული განწყობისგან ამითიც გამოირჩევით უკეთესობისგან. ამიტომ მე ბევრად უფრო ამ ხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც აღარ ახსოვს რა არის კორუფცია, აღარ ახსოვს რას ნიშნავს ორგანიზებული დანაშაული, როცა მართავს ყველაფერს. ერთს არის კარგიც და ცუდიც. ცუდია, იმიტომ რომ ვერ ხვდება რა ქონდა დასაკარგი და რა აქვს დასაკარგი, მაგრამ კარგია, იმიტომ რომ როგორც კი დაიწყებს დაკარგვას, მიხვდება რომ რაღაც ცუდად არის. და ეს დაკარგვა როგორც კი ეს ინსტიტუტებს რაც წყალი შეუდგა და უკვე შეუდგა. ეს ხდება ხა როცა ამიტომ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, ჩვენი ბრძოლა ასევე ამ გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ის რაც რუსეთმა გააკეთა, მე დარწმუნებული ვარ, ესე პუტინის აღსასრულს დაწყის და ეს ყველაფერი მე მოვყევი კაიროში ჩემ გამოსვლაში, დარშა სექტემბერში. დეტალურად მოვყევი. იმიტომ კი არა დიდი სიბრძნით გამოურჩევა ნოსტრადამუსი ვარ ან რაღაც. მაგრამ ზუსტად გამოთვალე ყირიმში შეტევის არამხოლოდ რიგითობა, არამედ დრო და სცენარიც როგორ მოხდებოდა ეს. მაგრამ ასევე როგორც ეს არ შემშლია საუბედუროდ, ასევე საბედნიეროდ მგონია რომ არ სწორი იყო ის რასაც ვამბობდი ყოველთვის, რომ ეს არის იმის გამო რომ რუსეთს აქვს ცუდად საქმე, სისუსტის პოზიციებიდან ამოდის პუტინი, პანიკის პოზიციებიდან ეს ციკლები სულ უფრო შემცირდება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამთავრდება რუსეთის ჩამოშლით. რუსეთი მე დარწმუნებული არ ამხოდ ვერ შეინარჩუნებს პუტინი ვერ შეინარჩუნებს თავის რეჟიმს პუტინში რუსეთში, არამედ თუ ასე გააგრძელა რუსეთს ექნება სერიოზული პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის. თვითონ არ ამხოდ სხვის ტერიტორიებს ვეღარ მოკიდებს თიც. მაგრამ პრობლემა სხვა რაღაცაშია. აი თქვენ ნახეთ რა ხდება უკრაინაში. ყირიმი როგორ სწრაფად აიღო რუსეთმა. უკრაინელები რომელსაც ახლა ხედავ, არიან შეურაცხყოფილი, სულში ჩაფურთხებული. ძალიან რაღაცნაირად აი გულჩათხრობილი და მე ვერ ვცნობ ჩემ მეგობრებს. რატო? იმიტომ რომ ძალიან ამაყიერია ეს ხალხი. ძალიან შრომელი და გამბედავიერია. ესე ერთის გასროლის გარეშე ყინიმის ჩაბარება, რომელიც აფუძავს ნახევარი საქართველოს ხელაა. სამჯერ აფხაზეთის ხელაა. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინისთვის, იმიტომ რომ მთელი გაზის რესურსები იქ არის. ყველაზე მაგარი მე ძალიან მიყვარს აფხაზეთი, მაგრამ ყველაზე მაგარი ადგილი შავ ზღვაზე ბევრი კრიტერიუმით პრაქტიკულად ზაფხულში არ წვევს. წარმოუდგენლად მაგარი ადგილია. ესე რომ დაითრია რუსეთმა. ამათვის ეს იყო
რაღაცა ელდასავით ეცათ და რაღაც დაატყა თავზე. მოლოდეთ, მაგრამ იცით რატომ მოხდა? იმიტომ რომ უკრაინის სახელმწიფო მთლიანად მოსუსტა და მოინგრა ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთმა სხვადასხვა მანქანებით, მათ შორის უკრაინების შიდა დაპირისპირების გამო, მოიყვანა იანუკოვიჩი, დიდი ფულით გამოყენებით სხვა შორის, რომელიც ბოლო წლებში მთლიანად ყოფა უტირა უკრაინის არმიას, მთლიანად დაასუსტა უკრაინის ინსტიტუტები და უკრაინის იმუნიტეტი წინამდე გაიწია. კუჩმას დროს კუჩმას და მე მეგობრობ ძალიან. ის სხვადასხვა ხალხი ვარ, საბჭოთა აპარატში კი იყო, საბჭოთა ქარხის დირექტორი. მაგრამ მართლა პატრიოტია და ძალიან ორგანიზებული ჭკვიანი კაცი. ეხლა ბოლო ხანებში ჰქონდა აქტიური კონტაქტი. კუჩმა აფრინა თვითმფრინავები, როცა რუსები მაშინ პირველად ჭხვირი შემოყვეს ტუზლაზე. ეს პუტინის დასაწყისში იყო და რუსებმა დაიხეს უკან. ეხლა არც თვითმფრინავები ყავთ და არც საწვავი არ აქვთ იქ ჩასასხმელი, არც გემებში, თვითონ გემი რატო ვერ გამოიყარეს, საწვავი არ იყო. მე ამას რატო ყვები? როცა თავარი რატო მოიყვანეს, რატო უნდოდა ივანიშვილის ჩვენი მთავრობის წასვლა და რატო უნდოდა ივანიშვილის მოყვანა. ის კი არ იყო, რომ ივანიშვილი უცებ გამოეცხადა ერთ დღეში, რომ შევდივარ ევრაზიულ კავშირში ან სესერეკეს აღდგენას უჭერ მხარს, ან ხვალიდან რუსეთის დროშა იფრიალებს თბილისის სახელმწიფო დაწესებულებებზე. თავარი იყო ორი мотиваცია. ჩემი მოშორება განაიტერება როგორც მე არ მინდოდა ეს მას სიმბოლოსი. რუსეთის თავისუფლების მოყარი ერების გამოწვევის ამ შემთხვევაში ესე არის და ესე ყველა ესე მოხდა. ესე გავიდა, მე ნამდვილად ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. მე ჩემი ქვეყნისთვის მინდოდა რაღაც გაკეთება, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ რასაც მიაღწია ეს გახდა სიმბოლო ყველა სხვა ერების წყილგიზეთი, ჩვენი მეზობლები, უკრაინა, რუსეთში ბევრისთვის. და მეორე, საქართველოს შიდა მოშლა. და სულ საქართველოში გაგრძელდა ის, რომ სამხედრო წარმოება რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს მოკლეს. ჩვენ ხო სასწავლო შეგვქონია, ჩვენ შეგვქონია ქართული წარმოება ძალიან მაღალი დონე, მაღალ ტექნოლოგიური იარაღის. ის რომ საქართველოში პრაქტიკულად შეჩერებულია დიდი განვითარების პროექტები. მოკლეს ლაზიკის პროექტი, რომელიც იყო უზარმაზარი განღვევა საქართველოსთვის და წარმოუდგენელი ალტერნატივა შექმნა რუსეთისთვის ტრანსპორტირების ნაკადების თვალსაზრისით, ენერგეტიკის თვალსაზრისით და აშენდა. ის რომ როგორც ალტერნატიული მოდელი შეიძლება გაქრეს საქართველოს, რაც ნიშნავს არაკორუმპირებული ეფექტური სახელმწიფო, ეს არის პუტინის ამოცანა შიდან გრევა საქართველოსი. ამიტომ როცა ეს ხდება და უკრაინის მაგალითზე შეგვინახეთ, როგორც ჩვენ ხო 10 ჯერ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ხო არც ოფიცრები ყავდა, როგორც ამათ ყავდათ, ამათ ხო მაგარი სკოლები აქვს ოფიცრების. ამათ ტრადიცია აქვს, რომ მე უკრაინაში სასაზღვრო ჯარში ვსახურობდი, ორი წელი ქართველები მოდი გულზე ხელი დავდო, ძალიან ცოტა მსახურობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. სხვადასხვა მექანიზმი და არც სხვა ჩვენ ამ საბჭოთა კავშირი ახალისებდა, რომ მაინც არ უნდა ქართველები ჯარში. ოფიცრებს საერთოდ არ უშვებდნენ თითქმის. ამათ ოფიცრები წავთ. ამათ ძალიან ბევრი ჯარში დამსახურებული ხალხი ყავთ. მაგრამ ბოლო წლებში ისე მოარყიეს ეს ყველაფერი და ჩვენ რომელსაც 10 ჯერ ნაკლები ვარ და 100 ჯერ ნაკლები ყავს ეს ყველაფერი. ჩვენ შევძელით რომ თუნდაც ის რამდენიმე დღე გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეთ რუსებს. მოვიგეთ დრო, გავაღვიძეთ საერთაშორისო მეგობრობა, საერთოდ ვერავინ ვერ შეამჩნევდა საერთოდ ყველაფერს. ყირიმი სამჯერდე უზარმაზარი ტერიტორია, რაც ცხინვალის სოფლებზე ლაპარაკობ. უზარმაზარი ტერიტორია. აიღეს 24 საათში. საქართველოს ვერ აიღებდნენ მთლიანად 48 საათში. იგივე ხალხი ზუსტად იგივე მეთოდებით. ჩვენ ხო სახელმწიფობრიობამ გადაგვარჩინა. გახსოვთ ის კადრები, სულ თვალწინ მიდგას, რომ მოდის მათი ტანკი და რომ კარღობს ჩვენ პატრულის მანქანას. ერთი პატრულის მანქანა უბრალოდ ერთ პატრულის ეკიპაჟს არ შეშინები. ერთი სახელმწიფო წყი ხარ, აი ზუსტად იგივე ჭორების და საზიზღრობის რომ გაიქცე, რომ ვინ გაიქცე ერთი. ხეთაგური გავაგზავნე ბაქოში რომ გადმოიტანა იქ საწვავი. ერთი გავაგზავნე იქ სადღაც რომ მეგონი სუბელიანი რომ წამოიღოთ იქიდან ქეში ტომრებით. და ყველა ფართხაფურთხით დაბრუნდა უკან ყველა უცხოეთში იყო. მე არ მეუბნებოდა რუსები რომ გახსნიდნენ ერფანი და ამერიკელებს ძალიან სერიოზულმა ხალხმა მეთქეს ამერიკელებმა და მათ შორის სარკოზი მეუბნებოდა რომ ხვალ მოვლენ მოკლავინო და კაი მაშინ რახან არ აწერ ამას ხელს იმიტომ არ ვაწერდი იმას რაც თავზე მაშინ თავს მაინც უშველებოდი და იხმარებით. მოდით ვისაუბროთ ამაზე. ამიტომ და ჩვენ ხო გავძელით ჩვენ ხო ვაჩვენეთ რა ამათ რო ესეთი ორგანიზაცია ქონოდა იანუკოვიჩი რო ყოლდა წინა წლებში ესენი შეახრამულებდნენ რუსეთს უბრალოდ ცოცხლად
აი ეს უნდა დღეს პუტინს საქართველოში. ეს ხდება ყოველდღიურად, ეს აღარ არის ესეთ, ეს ყოველდღიურად ხდება. აი ამ საფუძვლის გამორყვა გაიც და აი ეს არის რისიც რაც იწვევს ჩემში ყველაზე დიდ შეშფოთებას დღეს. ყველაფერი დაიჭირე დაბრუნებადია და ხა ბოზობოს ადამიანებს ხوار მოვარგეთ ქვეყანას. ქვეყნის შიდა დასუსტება ხდება, იმუნიტეტის შესუსტება ხდება ამ დიდი შავი ჭირის მიმართ, როგორც არის იმპერიული პოლიტიკა რუსეთის. ეს არის ჩემთვის ყველა შემაშფოთებელი. ვისაუბროთ ბატონო მიხეილ იმაზე, რას გეუბნებოდნენ დასავლელი პოლიტიკოსები. თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროპელმა და ამერიკელმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა გირჩიეს, რომ არჩევნების შემდეგ დაგეტოვებინათ საქართველო, იმიტომ რომ არსებობდა სწორედ თქვენი დაპატიმრების გეგმა და ეს სერიოზულად დააზარალებდა თუ მართლაც ასე მოხდებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ ამ საუბრის დეტალები და ვინ იყვნენ ეს პოლიტიკოსები, ვინც თქვენ ასეთი რჩევა? არაფერი საიდუმლო არ არის. ესე იგი შარშან ნოემბერში ბრიუსელის ინიციატივით შედგა ჩემი ორი ვიზიტი ბრიუსელში. ერთი იყო ევროპარლამენტში და ვან რომპუისთან და მეორე იყო ევროკავშირის პრეზიდენტთან ბაროსოსთან. ხოსე მანუელ ბაროსო, რომელიც სხვა შორის ძალიან გვეხმარებოდა 2008-ში და შემდეგაც მითხრა შემდეგი რა, როგორც კი შენ მთავრობა შენ დაგაპატიმრებს, ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლებადი მთავრობა. და მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ შემდგომი პროგრესი საქართველოს გაჩერდეს. ამიტომ შენ უნდა გესმოდეს შენი როლი რა არის. თუ შენ მზად ხარ, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებით შეაჩერო საქართველოს სულ ევროპისკენ, შენ შეგიძლია დარჩე საქართველოში და მაშინ აღმოჩნდები ციხეში და ნუ ჩვენც დავიბად ხელებს და საქართველოს პრაქტიკულად გადაუბარებთ, ასე გამოვიდა ამ სიტყვებით არ ვთქვას პუტინს. თუ არა და დროებით იქნებ გამოერიდო რათა არ მიცე მათ ეს უნება რომ ეს გეგმა განახორციელო. ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ერთ-ერთმა რამდენიმე ხელმძღვანელმა მათ შორის ეს საკითხი ჯონ კერი ჩემთან საუბრისას ახსენა, როცა ასე ოფიციალურ ვიზიტით ვიყავ ვაშინგტონში და ჩემ თანაშემაგა გიგა ბოკერიასთან მისმა მოადგილემ არაერთხელ განიხილეს, იყო რომ ჩვენი ინფორმაციით ისინი ამას აპირებენ და თქვენ გადაწყვეტეთ. რა თქმა უნდა, როგორც უთხრა გიგა ბოკერიას სახელმწიფო დილის ერთ-ერთმა მოადგილემ, რა თქმა უნდა, მისა შეუძლებლობა აქვს რომ გითხრას ერთი თქვენი წოდა მაინც ჩაბარდეს და წავიდეს ციხეში, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არ არის მარტო მის შესაკითხი, ეს არის ეს ნიშნავს რომ ავტომატურად ნატოში ავტომატურად მოიკეტება გარე და ავტომატურად ყოველ შემდგომი პროგრესი შეჩერდება. ამიტომ აი ეს არის ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ეს არის ის, რაც არის დღეს ობიექტური დილეო მათ შორის ჩემ წინაშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწევ. მე მგონი დავამტკიცე რომ არაფრის არ მეშინია და არც მათ შორის ასეთი ტიპის მუქარების. ჩემი არსებობა დღეს ყოველდღე არის. რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, რამე სხვა სცენარი ან ცუდი რამე არ მომხდარა, მე გავაგზავნებ იმას, რასაც გავაგზავნებ. მე მაქვს ძალიან ბევრი კონკრეტული გეგმა, მე მინდა რომ მაქსიმალურად არ მივცეთ საბაბი დღეს რუსეთს შეაჩეროს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. დღეს ის რომ ეხლა მოხდა, ეს არის უკრაინას პასუხი, რა თქმა უნდა. ეს საფრთხეც დგას. ერთნიშნულად, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თქვენ ეს ამას ღია ტექსტით ლაპარაკობს ყველა, როგორც სააკაშვილი აღმოჩნდება ციხეში, ავტომატურად პროცესი ჩერდება. თქვა კალბილმა გუშტი, ეს იქნება ტიმოშენკოზე უარესი, ბევრად. იმიტომ რომ აქ ყველამ კარგად იცის, რომ ყველა ეს ბრალდება არის თითიდან გამოწოვილი. ახლა ესეთი სულელები ხო არ არიან? ყველამ კარგად იცის, ყველაფერი ყველანაირი დაკავშირება მინიშნებასთანაც კი კორუფციის ან რაღაც ეგრე არის იმდენად აბსურდული. ეხლა მართლა კი იძახის ივანიშვილი მე სიცრუეში ვაცხოვრებ თევსოფლიოს, მაგრამ ესენი სიცრუეში თავს არ იცხოვრებენ, ძალიან გამომძმედილები არიან, ხო?
რამდენიც არ უმკითხო წესიერი ვარ თუ არა ხარ, იციან და არა ხარ და ვინც რაც არ უნდა იძახოს, ყველა მიცის რომ საქართველოში იყო ნამდვილი ბრძოლა კორუფციასთან, ნამდვილი ბრძოლა კრიმინალთან, ნამდვილი ბრძოლა დასავლური ორიენტაციისთვის. ჩემი მთავრობის დროს. ამიტომ აი ეს არის დღეს არჩევანი. რომ დღეს და ნახეთ, ზუსტად ქრონოლოგიად ყოველწლიურად მიდის. 2007-ში ბევრი სხვა ფაქტორი იყო ნოემბრის მოვლენების, მათ შორის ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ნამდვილად, მაგრამ ეს მაშინ რუსი ოლიგარქის პატარკაჩვილის მიერ დაგეგმილი აქცია დაიწყო ნატოს გენერალ-მდივნიდან დიდი საერთაშორისო კონფერენციის ჩამოსვლა 2 დღეში. რომელიც საბოლოოდ გაგვიფორმა მაპის აპლიკაცია 2 დღეში 2 ნოემბერს 30 ოქტომბერს იყო კონფერენცია საზეიმო სიგნალში გამოვიდა უკვე პრაქტიკულად წყობრი ნაბიჯით მივიდიოთ ნატოში მოხდა ეს ნოემბრის მოვლენები და ბუქარესტში მოხდა ეს რაც მოხდა 2008 წლის ომი პუტინმა იომა იმის გამო რომ გამოცხადა ბუქარესტში ჩვენ გავხდებით მაინც ნატოს წევრი და დეკემბერში აპირებდნენ მაპის მონიჭებას და სხვა ნაბიჯების გადადგმას. ეს ამაზე შეთანხმებული იყო გერმანიის ხმები დეკემბერში 2008 წლის. აგვისტოში ხდება ომი. ეხლა ივნისში უნდა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულება და როგორც კი ეს გამოცხადა მეორე დღეს ცხადდება რომ ჩემზე გძრავენ სისხლის სამართლის საქმეს. თქვენ ეს დამთხოები შემთხვევით გქონიათ სხვათა შორის ხდება ესეთი რაღაცები თუ როგორ არის? თუ მართლა არ დაბრმავდები კიდევ ერთხელ ვარ და თვალზე აფარებული ცხენივით არ იქნები და საქართველოს ცხოვრობს საზოგადოება და ადამიანები შეუძლებელია რომ არ მოხდეს ამ ყველაფრის დაკავშირება ყოველთვის როცა ერთი ხელის გაწვრთნას ვართ რაღაცა ხდება რაღაცა მოვლენა რომელიც ამას ყველაფერს აჩერებს ამიტომ არის მე მაგალითად დღეს მე ვიცი ჩემ ბევრი თანამებრძოლი იძახო და ბოლო დღეებში რომ ჩვენ ახლა უნდა მოვაწყოთ მასობრივი აქციები, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ სამოქალაქო კონფრონტაციაზე, მართლა შეტაკებს, ღმერთმა დაგვიფაროთ, მე ამას არ ვეთანხმები კატეგორიულად. ეხლა არ უნდა მივიცოთ არც ერთი გრამი საბაბი. მათ შორის თავრობა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საბაბი სამწუხაროდ გააჩინოს. რომ რუსეთმა დაბლოკოს ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება. ყველაფერი უნდა გადავკლაპოთ, მოვითმინოთ, მათ შორის ლაპარაკობ, ხა ჩემს ადვილია ლაპარაკი. ხან აგზივარ, ხან ბრიუსელში, ხან ლონდონში და ვიღაცების ხედან საკანში 4 კვადრატულ მეტრში ადვილია ლაპარაკი და მოვითმინოთ რა. ეხლა უნდა მივატანოთ როგორმე ამ ასოცირების ხელშეკრულება და იქნებ როგორმე მაპსაც გამოვკრათ ისო ხელი. ეს მაპი თავისთავად ეხლა ეს რაღაც გახდა თავისთავად მაპში არის საქმე. შემდგომ პროგრეს ნატოში თორე შეიძლება სხვა გზითაც მივახციოთ ამას. ნატო საქართველოს კომისია შემდეგ ეხლა არის ესეთი გეოპოლიტიკური კონტექსტი. და ეხლა ჩვენმა შიდა ინტრიგებმა და ამ სიბინძურებმა არ უნდა გვალახიოს თავარი გეოპოლიტიკური კონტექსტი. მოდით ვისაუბროთ. ამიტომ ჩემ მეგობრებს მე ვეუბნები და მე გუშინაც გუშინ წელქონა საუბარი შეწყვეტეთ ლაპარაკი ყოველგვარ მასობრივ აქციებზე. ეს იქნება ეხლა დამღუპელი საქართველოსთვის და მოდით გადავყლაპოთ ჩვენი თავმოყარეობა თუ პატივმოყარეობა თუ რაცა თუ ედები გადარჩენის ინსტინქტით და ჩვენი თავის ჯანდაბას წაუღია. ეხლა მოდით ნუ რაფის მოგავაკეთებთ რა. ნუ გავახარებთ ტრის გულს. თუნდაც თავრობა მეორე ნაწილი რომელიც ამაშიც უნდა იყოს ჩვენთან იყოს სოლიდარული იყოს ასე არ ფიქრობთ ეს ბატონ მიხეილ ვისაუბროთ იმ საქმეებზე რომელიც მოხდა იმ ჩამონათვალში რომელთან დაკავშირებითაც თქვენ დაბარებული ხართ მთავარ პროკურატურაში მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ გამომცილებლის როლის შესრულებას თუმცა კონკრეტულ გახმაურებულ საქმეებზე თქვენი პასუხისმოსმენა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა დავიწყოთ ზურაბ ჟვანიას საქმით პირველ რიგში თავის დროზე ამ საქმის მნიშვნელოვანი დეტალები გასაიდუმლოვდა და გრიფი საიდუმლო დაედო და დღემდე ნაციონალური მოძრაობა ჟვანიას მეგობრები ყოფილი თანაგუნდელები არიდებენ ამ თემაზე საუბარს ყოველთვის თავს და ფაქტობრივად დუმან მივად საუბარია რაღაც დელიკატურ დეტალებზე რომელზეც ისინი არ საუბრობენ ბოლოს და ბოლოს შეიძლება ითქვას რა არის ყოფილი პრემიერის საქმეში ისეთი რაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია და თვლით თუ არა რომ სწორედ ამ დუმილის პოლიტიკამ ლეგიტიმურად გააჩინა გარკვეული ეჭვები ოჯახში ჟვანიას მეგობრებში საზოგადოებაში რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც არ არის ეთყობა წესრიგში მოდით ახლა გავყოთ ერთმანეთსგან რაღაცები. ჯერ ერთი ყველა სისხლის სამართლის საქმე თავისთავად კონფიდენციალურია ხა. სისხლის სამართლის საქმეები არ არის ასაუდასავალი სტატიები, რომელიც პროკურატურა უნდა აქვეყნოს. ყოველ შემთხვევაში აქამდე არ იყო ახლა. გაირკვა რომ პროკურატურა შეუძლია კლიპები დაამზადოს და ეს ატრიალოს ვიღაც გაურკვეველი ეგზოტიკური სახელების ქვემოთ. ეს უკვე თავისთავად აჩვენებს რომ საქართველოს პროკურატურა აღარ აყავს.
სამწუხაროდ ამის კონსტატირება მიხდება. პროკურატორი, რომელიც გამოდის ხაკიმ ფაშას სახელით, ხა იმ პროკურატურას არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტმა აღარავინ აღარ უნდა მისცეს ჩვენება სიმართლე რო ვთქვა. მაგრამ ეს ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით. მაგრამ სიტუაცია არის შემდეგი. აქ იყო ჯერ ერთი მთელი ეს ლაპარაკი, რომ აი რაღაცა არის ისეთი, რაც ზურას შესახებ იმალება. თქვენ როგორ გონიათ, ზურა ჟვანიას რომელსაც ყავდა წარმოუდგენელი რაოდენობის მეგობრები. მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, მქონდა ეს პატივი და სიამოვნება. ზურამ აღმომაჩინა საერთოდ ამერიკაში. მანამდეც ვაქტიურობ, მაგრამ ჩამოვიდა იქ ჩვენთან იატაკზე ეძინა, ჩემთან სანდრასთან რაღაც ერთ ოთახიანი მქონდა და მაშინ ვილაპარაკეთ ბევრი ამას და მითხრა რომ ეხა მომენტი მე შევარდა ძალიან არ მიყვარდა. შევარდა მე ხოჭოს დაადასტურა ჩვენ ბოლო შეხვედრისას რევარდების რევოლუციის დროს და ზურა მითხრა რომ აი ნახავთ ჩვენ მოვნახავთ ისეთ გზას რომ შევარდას გვერდი თავლით მაინც რაღაცები გავაკეთოთ და აღმოჩნდა ვართან. ამიტომ ზურა ჟვანიას მიმართ მე მაქვს ძალიან დიდი მადლიერების გზნობა და ჩვენ გვაკავშირებდა ძალიან ნათელი და პრაქტიკულად უღრუბლო მეგობრობა. თავის დროზე მე შექმნით ცალკე პარტია, იმიტომ რომ მის ტაქტიკას არ ვეთანხმებოდი იმ გაგებით, რომ მიაჩნდა რომ ზედმეტად პასიურები იყვნენ და ეხა ეს ეხებოდა არა მხოლოდ მას, ეს ეხებოდა ჩემთღევად და მეგობრებს მიშა მაჭავანიას, გია ბარამიძეს, ბევრ სხვას. ხონდა მაშინ ტაქტიკური განსხვავებები და მე ისევ შევერთით, იმიტომ რომ იდეურად ჩვენ რა თქმა უნდა ერთნაირები ვიყავით. და ჩემი ინიციატივა იყო ჟვანიას გაპრემიერება და ბოლო წუთებამდე, იმიტომ რომ მე იმ საღამოს როცა იმ ღამის წინ როცა ეს ყველაფერი მოხდა, ეს უბედურება მოხდა, რამდენჯერ ვესაუბრე მას საღამოს 10-ზე თუ 9-ზე თუ 10 ნახევარზე და ბოლოს იყო ძალიან ბედნიერი და ძალიან კარგ ხასიათზე. ეს არასოდეს არ დამოვიწყდება. და მე დამირეკა მის დაცვის თანამშრომლმა კობა ხარშიძე რომელიც ხა დაჭერილი ყავთ, რომ ეს უბედურება მოხდა, იმიტომ რომ ზურაბი გარდაცვლილია. ეს იყო კარგად მახსოვს დრო, იმიტომ რომ ბუშის გამოსვლა იყო კონგრესისადმი მიმართვა. და დიდი 4 საათი იყო დაახლოებით სანდრა მეტკა გვერდზე და შემოიტანეს ეს ტელეფონი. რეკავდა ზურას ტელეფონი და რო ავიყე, ხო ზურა თქო უთხარა. და არა ზურა არა ვარო და ეს ამბავი მოხდა რომ ზურა გარდაცვლილია. ეს იყო წარმოუდგენელი შოკი ჩვენთვის, მე მახსოვს კარგად 6 თვე აი ყველაფრიდან ამოვარდილი ვიყავი პირადად მე. ერთი რაც მაქვს დიდი დარდი ზურასთან დაკავშირებით ეს არის რომ მთელი ამ წლების განმავლობაში აღარ და ვეღარ ვნახე მისი დედა რემა, რომელიც ჩვენი ყველას დედა იყო რაღაცა, თვითონ ყველას გვივლი და ყველას გვხუტებდა გულში, რომელიც ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ნახა იმ ხალხის გამიც ხელ ზურას სახელს იყენებს თავის მიზნებისთვის და მე მინდა ავხსნა და თუ გუყურებს კავტორება, რატო არ ვნახე და იმიტომ რომ არ მქონდა შესაძლებლობა პირადად ეს მეთქვა. როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ, უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა, ძმამ, მეუღლემ. და მეუღლე სთხოვე რომ ჩემთან მოსულიყო. მოვიდა და მე ვთხარ რომ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ნინო, შენ ხო იყავი ადგილზე, როცა ეს მოხდა, სადაც მოხდა, ნახე ყველაფერი როგორც იყო, ყველაფერს ესწრებოდი. შენ გონია რომ ვინმე რამეს მალავს ან რამე სხვანაირად არის თუ რომ არა არ მგონია თქო. შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს? მაგრამ არასოდეს არ დამოწევა რაც მითხრა. მაგრამ ხო იციო რომ ზურას როგორც ყველა პოლიტიკოს ქონდა ბევრი ფული. მე ვთხარი მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია რომ ზურაბს ქონდა ფული. საიდან მოიტანა? ერთ-ერთმა მითხრაო რომ 2 დღით ადრეო მიცა მას ძალიან დიდი თანხა და აი ამ თანხის ნაწილი მინდა რომ ამოვიღო მაინც, იმიტომ რომ ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმაო, სანამ ჩვენ მივიდოდითო, ხო არ წაიღეს ეს თანხაო შემთხვევით. აი, მე ვთხარ, ეხლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ და მე ვთხარ, ჩვენ ვერ შევთანხმდებით ეხლა. მე გაიქვა, როგორც გავარკვიე, იმიტომ რომ მაინტერესებდა ძალიან ეს თანხა, რომ პატარა კაცშობა როგორც ჩანს,
ორი დღით ადრე უთხრა რომ ჟვანიას მიცა ბევრი ფული. ეს გააკეთა შეგნებულად, იმიტომ რომ პატარა კაცი ამუშავებდა მე ჟვანიას ძმას მასთან ოფისში. ისე როგორც ახალ ყველა ოლიგარქს უნდა და ამ თემის აგორება ახალმა ოლიგარქმაც იგივე გააკეთა ივანიშვილმა. და როცა ესეთ ურთიერთობა იყო მეუღლესთან ძმასთან ისინი ცხოვრობდნენ ხო იმ სახლში. მე რა თქმა უნდა ვეღარ მიდიოდი ზურას დედასთან. და ჩვენი მიდიოდნენ ბევრი გია და ბარამი დადიოდა სულ ხათუნა დადიოდა მე რა ვქნა მე ამას ეს ვერ გადავლახე. იმიტომ რომ მართლა შეურაცხყოფილი ვიყავ. ხო ლაპარაკი ამ კატეგორიებით როცა საქმე ეხება ჩემ ძალიან ახლო მეგობრად და მის მართლა შეუბღალავს სახელს ჩემთვის იყო სრულად მიუღებელი. მაგრამ როგორ წარმოგიდგენთ? იქ რო რაღაცა სხვა ყოფილიყო ვიდრე იმისა რაც FBR-მა თქვა FBI. ამდენი მეგობარი და ძალიან ერთგული მეგობრები, სულ მართლა იცოდა მეგობრობა და ყავდა ეს მართლა ძალიან ლოიალური დიდი ჯგუფი. ყველა ამოიკერავდა პირს და იტყოდა რომ შეკრავდა პირს და იტყოდა რომ არა და სხვა ვერსიას მიეწვევდა. ეს როგორ წარმოუდგენია ვინმეს? დღეს ვილაპარაკობს ამ სხვადასხვა ვერსიებზე. ის ვიც მისი მტერი იყო ცხოვრებაში პირდაპირ, ხო რაძღავდა, ეძახოდა 1000 გვარ სახელებს, ათრევდა მაშინ ტალახში მის სახელს. იგივე ხალხი დღეს გამოდის და ეუბნებიან ადანაშაულებენ მის მეგობრებს, რომლებიც იყვნენ მის უახლოესი ადამიანები, დღე და ღამე ერთად იყვნენ, ამათ ადანაშაულებენ, რომ ისინი რაღაცას მაღალმე ზურაზე. და იმათ რაღაცა იციან ისეთი, რაც სხვა შორის ხა რა თქმა უნდა, როცა პრემიერ-მინისტრი ქვეყნის კვდება, ეს საკანონმდებლო მოვლენაა ხარ. კი და ჩვეულებრივ ადამიანებს ძენი დასაჭერება. კი იმ წელიწადს 200 თუ რაღაც ადამიანი მოეწევათ პირში გაზეთი. ესეთი მოშლილი სისტემა დაგვდა. მაგრამ რაც რამდენიც უნდა ციფრები მოიყვანა, ჩვეულებრივ ადამიანს აჰ პრემიერის კაი ეხლა აი ეს რეაქცია, ჩვეულებრივ ეს ბულები ყველა ქვეყანაში ესე. პრეზიდენტი ბუში რო ჩამოვიდა 2005-ში. აი პირველი ტრაპიდა რო ჩამოვიდა დავხვდით მეგდა ლაურა, მანქანაში ჩავდით პირველი რაც მითხრა, ჟვანიას ამბავი რო გავიგეო, დილას ყოველ დილას აცხენებენ ცეტაოს სადაზო სამართლის უფროსი, სხვა სოფლიოში რა მოხდა და პირველ ამბად მომახსენა ჟვანიას გარდაცვალების ამბავი. პირველი ჩემი რეაქცია იყო რომ ეს არის რუსების გაკეთებული. ეს არის ახალი იუშენკო. და ეგრევე გამოვაგზავნე FBI ჯგუფი. FBI ჯგუფი ჩვენი ინიციატივაც არ ყოფილა, ისეთ ვიყავით დაბნეული რომ მაშინ არც მაგის მოფიქრებს პრეზიდენტ ბუშის დავალებით ჩამოვიდა. და მითხრა რომ ჩამოვიდა რომ გამოვაგზავნეს მოხსენება ეგრე მოვიკითხეო და ნუ დავწყნარდით რომ არაფერს სხვა თამაშს და სხვა რაღაცას იქ არ ქონდა ადგილი. მაგრამ ის რისკერად ჩვენ მოგვიწოდებენ არის ის რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებს რომელთაც პირდაპირ ამ თემასთან არ აქვს კავშირი მაგრამ ვიკადროთ ისეთი რაღაცა რაც არის სრულად უკადრებელი. სიტუაცია ძალიან კონკრეტული. თუ გინდათ ამ თემაზე სპეკულირება და მე არ მინდოდა, მე მინდოდა რომ საფლავში დაგვესვენებია ჩვენი მეგობრები. დაგვენებები ამ თემასთვის საქმე. მithumetes ბავშვები ყავს ლიზეკო მისი უფროს ქალიშვილი ძალიან მაგრას სწავლობს ახლა. ძალიან მაგრას სწავლობს ამერიკაში. და ყოველს ტრამვა როცა ამ ცხოვრებას ამ ფაქტს უკანაბრუნებენ ხო? ძალიან ადრე დააგდა ამადა რაღაცნაირად დააგდა ამ ხალხს. მაგრამ რახან წავიდნენ ამ გზით? ის კი უნდა გააკეთო რომ კობა ხარშილაძე რომელიც დაიჭირეს გამწვანების ბუჩქების გარგვის ბრალდებით. და ამავე დროს იმავე დღეს გამოაცხადეს რომ ბუჩქები არაფერ შუაშია რაღაცა უნდა მოგვიყო შვანიას. მეორე თამბის დაცვის თანამშრომელი დაიჭირეს, მესამე ექსპერტი რომელიც სხვა შორის როგორც მითხრეს ქართული ოცნების აქტიური ხარდაჭერა დაიჭირეს. თუმცა იქ ერთი არ იყო, ბევრი ექსპერტები იყვნენ, ხო? ყველაფერს ესწრებოდა, ხა ეს ხო არ იყო რაღაც საიდუმლო. მეუღლე იყო იქ ადგილზე, სადაც ეს ყველაფერი, სადაც ეს გარდაცვალება მოხდა. მაგრამ თუ მაინდამეც ეს გინდა, ის კი არ უნდა გააკეთო. აი მოდი დავფიქრე და ლოგიკურად მინდა უთხრა ხალხს. ეხლა დღეს რას აკეთებენ, რომ ყველა მაქსიმალურ რაოდენობის ხალხს იჭერენ ციხეში, იქნებ რომელიმას თუ მე უთხრა რომ რა გინდა ეხლა 5-6 წლით ჩდომა თუ 3 წლით ვულგრობისთვის, თქვი რა რაც გინდა ჩვენ და გაგიშვათ. რომ ვიღაცამ თქვას რომ რაღაცა ისე ასე არ იყო. თუ ეს არ იყო გაზეთ მოწამლა, ეს ელემენტარულად დადგინდება ექსჰუმაციით.
ჯერედი გამოაქვეყნა FBI-ის დასკვნას მოედებიან. არსებობს ფედერალური გამოძიების ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. თუმცა ამაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა არ არის სრულყოფილი, ის გამო რომ მასალა იწოდებული არასრულყოფილი. ფარცხალაძის დასკვნა არის სრულყოფილი და FBI-ის დასკვნა არ არის პრეზიდენტ ბუშის გამოგზავნილი სრულყოფილი ხალხო. და სიტუაცია არის შემდეგნაირი, რომ ორი გზა არის და ორივე წუთში მოკლავს ყველაფერს. გამოქვეყნება სოფლიოს საუკეთესო სააგენტოს ცხელ კვალზე გაკეთებული დასკვნის ერთი გამოქვეყნება. არა იმის ცდა რომ ნინუას როდის აუწევს შაქარი თუ რა ქვია იმ ექსპერტს და ამბობ რომ შაქარია და ეტყვია რომ თუ გინდა გიმკურავთ გაგიშვა ან ხარშილაძე ან რომელიმე სხვა როდის ან კიდე 5-10 კაცს რო დაიჭერ რომელიმე როდის გამოქვეყნება დასკვნის მეორე ექსკუმაცია რომელიც ეგრევე დაადგეს იყო თუ არა ძალადობრივი რამე იქ ეგრევე ნამდვილად წუხვა რომ ამას ვამბობ ჩემ მეგობარზე და ნამდვილად არ მიდოდა რომ ამაზე მიყვარო მაგრამ ესენ თამაშობენ ამ თამაშს ამიტომ ელემენტარულია დამთავრდება ყველა კითხვა რა გზა გარშემოგზევით დადია ხო მაგრამ პრობლემა იმაშია რომ მათ მუდმივად ამ თემის მუსირება უნდათ ზუსტად ისე როგორც რაფალიანცი თურმე ჩვენ ჩავახჭეთ ქვევრში მუდმივად უნდათ მუსირება ერთი მიზნით რომ აი ხა რო იტყვენ ხა სოფლიოს რო იტყვენ რომ სააკაშოს ვეძებთ გაფლანგვისთვის რაღაც სახსებს ყველა სიცილით მოხდება მაგრამ ფითავიჭყვით ესე ფიქრობ თუ იტყვით რომ აი რაღაცა საეჭვო გარემოებები პრემიერ-მინისტრის სიკვდილთან დაკავშირებით ხო მაშინ შეიძლება უფრო დაფიქდეს ხალხი გაფლანგვაც არის ერთ-ერთი საქმე, რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში, მაგრამ არის კიდევ უფრო ხმაურიანი საქმეები, მაგალითად გირგვლიანის საქმე, აგრეთვე, რომელიც ასე ვთქვათ, ოფიციალური მიზეზია თქვენი დაკითხვაზე დაბარების საქმე ამ შემთხვევაში ეხება მშავდებულთა შეწყალებას. სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არასოდეს პრეზიდენტს არ ასამართლებენ, არ მკითხავენ, არ უყენებენ ძალს შეწყალების უფლების გამოყენებას. თან ისეთ თავრობა, რომელმაც გამოუშვა 3/4 ციხეში პოპულაციის. ხა მართლა ყველაფერს ხო საზღვარია კაცო. ამათ გამოუშვეს პედოფილები, ჩახალიანი ის რომელიც ახლა სხვა ჩვენს პრობლემებს ქონს, ეგრევე როგორც კლიმში დაიძაბა. საშინელ პრობლემებს ქონს, დააკვირდით ჯავახეთში რა ხდება. სკრილნიკოვი, გევორქიანი უამრავი სხვა წარმოუდგენელი კრიმინალი და კვლელი და კანონიერი ქურდი და პრეზიდენტო გაასამართლო იმისაც რომ შეწყალების უფლება გამოიყენა. მე ჩემთვის გირგვლიანი ძალიან დიდი შავი ლაქაა, იმიტომ რომ მე არ ამომდის თვალიდან მისი დედა ირინა ენუქიძე. და ის ქალი იყო 3-დე მართალი. და ის ვიც გირგვლიანი მოკლა იყვნენ ნამდვილი ცხოველები და არა კაცები და არა ადამიანები. რა თქმა უნდა ერთი ამიტომ მაგრამ კიდევ ერთხელ ვარ ეს არის სხვადასხვა თემა. სამართლებრივად აქ არის ერთი საკითხია სამართლებრივი მხარე, იმიტომ რომ ბუნდოვანია რა სამართალდარღვევას ხედავს მართლაც პროკურატურა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში, თუმცა ამ საკითხს დამეთანხმებით აქვს რაზეც თქვენ საუბრობდით ეთიკური და პოლიტიკური მხარე. მე მორალურ პასუხისმგებლობას თეათ მეც ვიზიარებ რა თქმა უნდა, თუმცა მინდა გითხრა. აქ საკითხი იყო ის, რომ გირგვლიანის საქმე ხელისუფლების ერთ-ერთ უმძიმეს შეცდომად ჩაითვალა არა მარტო ქართული საზოგადოების მხრივ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების და სტრასბურგის სასამართლოს მხრივ, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ მსჯავრდებულებს ისედაც ძალიან რბილად ექცეოდნენ ჯერ სასჯელის განსაზღვრის დროს და შემდეგ სასჯელის აღსრულების დროს და შემდეგ მოხდა მათი შეწყალება. მოდი სტრასბურგის სასამართლოს სამოტივაციო რაღაც ნაწილი დაწერილია ქალბატონ თეა წულუკიანის მიერ. ის იყო მაშინ თანაშემწე მოსამართლეს. მოდით ეხლა თქვა რა სტრასბურგის სასამართლოს თეა წულუკიანმა დაწერა ჩორლებად. ხა მე სტრასბურგში მაგ დამთავრებული ადამიანის სრული საერთაშორისო ინსტიტუტი პირველი ქართველი კი არა მხოლოდ პირველი აღმოსავლეთ ევროპელი ვიყავ ისეთ დიპლომი აქ ამ ინსტიტუტის кейსებს ვამზადებდი ამ სასამართლოში. 700 კაცს ვსწავლობთ იმ კურსზე, 5 მავიღეთ დიპლომი. მარტო და აქედან 4 იყო და ერთი ამერიკელი იყო 3 და მე ვიყავი აღმოსავლეთ ევროპელი. მე ამ кейსლოს ვიცნობ და მიყვარს ეგ საქმე. და ვიცი როგორ ხერხდება ჩვეულებრივად რაც ქვია სამოტივაციო ნაწილს წერს თეა წულუკიანი, რომლის ხა არ მინდა ჯორაობა, მაგრამ ხა ყველამიც მამამისი იყო ერთ-ერთი ყველა სისხლიანი და კორუმპირებული მოსამართლე, ეს მამამისი ჩვენ მოხსენით. მე მაგალითად შობლების და იმაზე არ დავიწყებდი არასოდეს არავის შურის ძიებას, მაგრამ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია.
მაშინ ეს მუშაობდა იქა და ყველა მიცოდა მის დამოკიდებულება. ახლა ეს რა სტრასბურგის სასამართლოს მელაპარაკებით. მაგრამ რა თქმა უნდა მორალურად ეს იყო ძამძიმე რაღაც გიგვე და ამაზე ქართულმა ხალხმა გვაგებია პასუხი. მე 2007-ში მინდა შეგასწროთ გადავდექი. და ახალი არჩევნები ჩავატარეთ და ჩემი საპრეზიდენტო ვადა შემცირდა 1 წელი და გარდა ყველა სხვა ხრიკებისა რაც იყო ობიექტური მიზეზი სინამდვილეში. იყო ერთ-ერთი საზოგადოების გაბრაზების, იყო გირგვლიანის ისტორია. და ამის ფასი, მათ შორის პოლიტიკური, პირადად მე გადავიხადე მაშინ. თვლით აქედან გამომდინარე, ეს ადამიანს არ აწუხებს. თვლით აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ, რომ ამ შეავდებულების შეწყალება იყო თქვენი, პირადად თქვენი შეცდომა. ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ჯერ ერთი საბუჯებში ის გამოვიდა ამნისტიით, არა ჩემი სიწყალებით, იქ რაღაც ვადის შემცირებაზე იყო ჩემი ლაპარაკი. მაგრამ ეს თემა იმდენად გაპოლიტიკურდა მე უკვე. რომ უკვე სამწუხაროდ იყო სამართლების სარჩოების მიღმა იყო სამწუხაროდ გასული. და კიდევ ერთხელ მეორე, როცა თემა პოლიტიკურდება, პრეზიდენტს არ ვითარებებს სოფლიოს რა ქვეყანაში, როცა იყენებს ამუფლებას, თუნდაც ეს იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არც თუ ისე გასაგები. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე, სად 3 და 4 ადამიანი და სად ასობით პედოფილი, კრიმინალი, მკვლელი ჯაშუში. საბუტაჩნიკი ბოლოს კიდევ კოჭოია გამოუშვეს მართლა ბოლო წუთში დიდი ჩხუბით ამოღებეთ ციდან ამერიკელები ჩავრიეთ სხვა ჩვენს და სხვები თორე იმასაც უშვებდნენ გარეთ ამფეთქებელ ტერორისტ ჩაურლებს კაკაბაძე და ძმანი თუ დანი მისნი მაგრამ თავრობა უშვებდა ხა კაკაბაძეს უნდა დაუბრუნოთ ყველაფერს ხო პირდაპირ აკეთებდა ამას თვითონ ივანიშვილი კიდევ ერთი საქმე, ეს არის იმედის საქმე. თქვენ 7 ნოემბრის მოვლენებზე უკვე ისაუბრეთ, მაგრამ რა სიტყვით იმედში შეჭრისა და დარბევის ფაქტებზე, რაც მოხდა ამ ჩამონათვალში, ფიქრობთ, რომ აქ ქონდა ადგილი უფლებამოსილების სერიოზულ გადამეტებას? ტელევიზიაში შესვლა ყოველწლიურად ძალიან ცუდი რაღაცა და შეიძლება ეხლა წლების გადმოსახედიდან დაგეთანხმოთ, რომ შეიძლება არ ძლიერდა ამის გაკეთება, მაგრამ მინდა ვილაპარაკო, მოდი გახსნათ რა იყო მაშინ. DSS ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერი, არ მინდა ეხლა დავასახელო რომელი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ თავის ქვეყანას მართავს. მომიყვა შემდეგ რაღაცას. ესე იგი მის დედაქალაქში პუტინის და მის საუბრის შემდეგ ჩავიდა პატარკაჩვილი და ჩავიდა FSB-ს რამდენიმე გენერალი. ეს არის ჩვენ ლაპარაკობთ 2007 წლის სექტემბერზე. პატარკაჩვილი წავიდა იმ სოუსტრო ვითომ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ საერთოდ არ მოუკითხიაო სპორტული და ოლიმპიური ამბები. ჩაიკეტა რამდენიმე ამ გენერლებთან და დაგეგმეს ოპერაცია საქართველოში. შემდეგ უკვე სადღაც ოქტომბრის, უბრალოდ ნოემბრის თვეში პუტინმა ერთ-ერთ DSS შეხვედრაზე არაფორმალ შეხვედრაზე უკვე როცა საქართველოში მოხდა ეს მოვლენა, თქვა რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი არის პატარკაჩვილიო. მანამდე ოქტომბერში ფედერალურმა გამოძიების ბიურომ გამოგვიგზავნა წერილი, რომ კანონიერი ქურდები უსოიანი, კალაშოვი და რომელიღაც მესამე იყო კიდე ჩამოსული იყვნენ სომხეთში FSB-ს ოფიცრებთან ერთად და გეგმავდნენ ნოემბერში საქართველოში არეულობას და მე უბრალოდ კიდევ ერთხელ გახსენებთ ქრონოლოგიურად ასე მთხოვა. ოქტომბრის ბოლოს ჩამოდის ნატოს დიდი დელეგაცია, მართავ დიდ კონფერენციას და საბოლოოდ მაშინ ფორმდებოდა საქართველოს შეუქცევადობა ნატოში მიღების. აი ამ კონფერენციიდან და სხვა შორის კონფერენცია დაგეგმილი იყო ჯერ 2 ნოემბერს. და გადმოიტანეს ბოლო წუთში რამდენიმე დღით ადრე, თორემ ზუსტად 2 ნოემბერს, როცა ჩამოდიოდა გენერალ მდივანი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ზუსტად 2 ნოემბერს იყო დანიშნული აქციები. ეს თქვენ არაფერს არ გეუბნებთ. მის ხალხი ვინც მოდიოდა აქციებზე, ხა იმან რა თქმა უნდა ეს არ იცოდა. არც პატარკაჩვილის ისტორია არ იცოდა, ის ხო ეს ისტორია მეც არ ვიცოდი. ეს FBI-ს ამბავი ვიცოდი. პატარკაშვილის საეჭვო მოძრაობა ვიცოდი, მაგრამ ესე დეტალებში არ ვიცოდი. ამ კაცმა მე მოვიყო უკვე დაახლოებით ერთი წელი და ხევრი იყო კენ გასული. ზუსტად 2 ნოემბერს იყო აქციები და ზუსტად 2 ნოემბერს უნდა ყოფილიყო საქართველოში ეს კონფერენცია. ამიტომ შემთხვევითობა იქ არ იყო. ამიტომ ჩვენი რეაქციაც მათ შორის ის რასაც თქვენ გადამეტებს უყურებთ, იყო რეაქცია თელ კომპლექსურ ფაქტორებზე, რომელზეც ყველაზე მაშინ არ ვლაპარაკობდით. ჩვენ მიგვაჩნდა მაშინ, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ცდილობა და ბოლოს ამბავში წარმატებული ცდილობები, რომ ამის შემდეგ მე გადავდექი.
წარმატებული მცდელობა. ასე რომ და საქართველოს პრაქტიკულად თავარი არგუმენტი ბუქარესტში, გერმანიის და სხვების მასში სკეპტიკოსები იყვნენ ნოემბერი, 2007 წლის ნოემბერი. საქართველოს დემოკრატიის მომწიფრობა. მიაღწია მან თავის მიზანს. ამიტომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როგორიც უნდა იყოს პოლიტიკური ნებები, უნდა დავინახოთ ფართო სურათი. რა კონტექსტში ხდება, როგორ ხდება, ვის რა ინტერესები აქვს. საქართველოს არის ძალიან დიდი გლობალური ინტერესების შეტაკების და ნერვული დაბოლოებების ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტის ადგილი. ყველაფერს რაც ჩვენ ვაკეთებთ, აი რუსთაველზე, იქ სადღაც იქ პარლამენტში, ერთმანეთთან, პროკურატურაში, ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. ეს არის და ეს. ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით გამოძიებას ამ ჩამონათვალის მიხედვით კიდევ აქვს შეკითხვები ამ შემთხვევაში ეს უკავშირდება უკანონო დაუფლებას ტელეკომპანიის და საბოლოოდ 2011 წლის 6 ივლისს ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებას. საერთოდ არ ვიცი რა მემორანდუმზე საუბარი, მართლა არ ვიცი. კი, გამიგია რომ რაღაც ამბობა, მართლა არ ვიცი, არ ვცოდი ამ რეფერენდუმზე, არც ეხლა ვიცი რა არის ზუსტად. მეც ის ვიცი დაახლოებით საგაზეთო პუბლიკაციების დონეზე, მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ ეხლა ეს ტელეკომპანია ეკუთვნის ინა ბუდავაძეს, რომელიც სხვა შორის მინდა ვთქვა რომ მიუხედავად რას ფიქრობ მის ქმარზე, ნამდვილად არ მიმაჩნია რომ ან რუსულ დაკვეთას ასრულებს თვითონ ან რაღაც ცუდი ქალია და მიმაჩნია რომ მე მხოლოდ პოზიტიური ემოციები მქონდა მასთან კონტაქტების შემდეგ, ბევრი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ დღეს არის ისე როგორც არის, ახლა სპეკულაციებს იმაზე არ დავიწყებ. ფაქტია რომ ტელეკომპანია იმედი თელი თავის ქონებით, გამდიდრებული და ყველაფერი ქონებით, ეხლა დღეს არის ამ ოჯახის განკარგულებაში. და სხვა შორის ეს მოხდა არა ახალი მთავრობის პირობებში, როცა ჯერ კიდე იყო ძველი მთავრობა მაშინ გადაეცემა. გამოძიებას შეკითხვები აქვს აგრეთვე რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია მზის იძულებით დათმობის ფაქტზე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღესაც ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე, რომ რუსთავი 2 ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და ის აფინანსებს მას. ეს ინტერვიუც შეიძლება ერთ-ერთი საბაბი გახდეს ასეთი საუბრის, იმიტომ რომ თქვენ სწორედ რუსთავი 2-ს აძლევთ ახლა ექსკლუზიურ ინტერვიუს და არა რომელიმე სხვა კომპანიას. ძლივს დავაფინანსე ჩემი თავი. ხა ბოდიშო სამზარეულოს შევხავართ, რომ აქ ჩამოფრენილი იყავი დღეს. რუსთავი 2-ს დაფინანსება ეცერა ფულია. ამგაც მართლა გონია რომ სადღაც მილიარდი მაქვს თუ თავს ისრულებს თუ ყველას დაანჩეს ასრულებს მე ვფიქრობ მესამე. იმიტომ რომ ხა რუსთავი 2-ს ვაფინანსებ და მეტროთი დავდივარ, ფეხით დავდივარ, იქ რა ქვია, ჩემოდნებით ახინძრული დღეს სამი ჩემოდანი მქონდა ახინძრული და ყოველთვის უკვე ხომ ვიღაცა მოდიან სურათებს იღებენ და მიიღებენ სურათებს. ერთი ადამიანი, ორი ადამიანიც არ დამყვება რომ თუნდაც დაფეხმარო რამის და თან რუსთავი 2-ს ვაფინანსებ მრავალი მინუით, არა? მაზოხისტი ვარ ეთქობა და სიამონებს ეკონომ კლასებით ფრენა, სიამონებს ჩემი ცოლი რაღაც ახლა იმაში რა სადღაც ჩერდაქში ცხოვრობს ლონდონში, სწავლობს ვერ უქირაებთ უკეთეს და ესე ყველა ოღონდ მთელი რაც გვაქვს თუნდაც რუსთავი 2-ს ვაფინანსებ. კარგით. და თქვენ თვითონ ხო კარგად იცით, მაგრამ სინამდვილეში მათ არის გამოცხადებული ქრონიკა რუსთავი 2-ის დაუფლებისა. ეს არის 2x4. იმიტომ რომ სანამ არსებობს რუსთავი 2, საქართველოში არის ალტერნატიული სივრცე და საქართველოს შეიძლება შვიდობიანად წყნარად მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმოხტვა. და არ შვიდობიანი წყნარი განმოხტვა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი რუსთავი 2 ამისთვის არ შედის ჩვენი არაკეთილ მოსულის და მათი ადგილობრივი დავალებების შესრულების გეგმებში. ასევე გამოძიებას კითხვები აქვს, მე მივყვები ამ ჩამონათვალს მუხროვანის ამბოხისთვის ზებნილი პირების დაკავებისას ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მუხროვანზე როგორ იყო? იმიტომ საზოგადო დაიცოს ამაზე სრულად ამაზენი კამპანია იყო ვანოს მე მეჩნია საკმაოდ მოუფიქრებელი ფრაზების შემდეგ. მაგრამ ხა ვანოს ახასიათებდა ხოლმე ხანდახან ეს ცოტა ისეთი ზედმეტი რაღაცების გამოძახებათან ამის უკან არ ფიქრობ, მაგრამ ნუ ყველანი ადამიანები ვართ, მაგრამ მე მეჩნია რომ ის იყო ძალიან დიდ ამსახურების მქონე მინისტრი, წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა საქართველოსთვის. დილას ადრე, უბრალოდ დაიწყოს მუხროვანი. ამ დროს თბილისში არის მიტინგები და სატანკო ნაწილი აჯანყდა. მე კიდევ მოვკალი ჩემი და უბრალოდ მას ჩანაში არ გამოგვიცა, არ მიფხილდა. და ნუ ბოლოს რა გავიღვიძა, მითხრა რომ ეს მოხდა 3-4 საათის წინ. დრო დილას 5-6 და გავარდი ეგრევე ადგილზე.
მეოთხე ბრიგადაში, მაშინ კალანდაძე იყო გეთაური. და ტელეფონით ურეკავა ნაწილის მეთაურს. აიღებს ყურებს პოლკოვნიკი, ეს არის ბატონ პრეზიდენტი მახსენებს. მე ვთხარი, რა ხდება თქო რა თქვენ. ჩვენ ისა კაპიტულები ვართ. ტანკები და სადაგო ბრიგადა. კაპიტულები რას ნიშნავს? არ მემორჩილებით ბრძანებებს, აი ველოდებით რომ საპატრიარქო უნდა მოვიდეს ხალხი და იმათ ვეტყვით რა გვინდა. ხო, კიდე რაზე იყო შეთანხმება, რომ ქუთაისიდან რომ გამოფრენილიყო ვერტმფრენებით, Mi-24, რომელიც სიმწრით ჩამოიყვანეთ უკრაინიდან, ამათ დასახმარებლად. და საქართველოს თავრობის დასაბომბად და სულ 25-ები უნდა ეწიათ, კიდე ამაზეც იყო შეთანხმება. ძალიან უხეშად ველაპარაკეთ, ძალიან უხეშად და ძალიან მუქარებით. და ბრძანებები გავეცი მართლა ყველა ყოფილიყო, როგორც კი გატოკდებდა, როგორც კი პირველიდან გამოვიდო და უნდა რა თქმა უნდა დაეწყოთ. და ჩვენი ჯარები ამისთვის ათიყო. იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო საქართველოს ერთგული და და თავისი მხედრული ვალისი. ნუ მე გაიქცენ, ვერ გაბედეს, უბრალოდ ჯარისკაცებიც არ გაყვანდა ოფიცერებსაც ეჭვი ხა იქ და შევედით ნაწილში, მივარდით ნაწილში და ეს ჩვენი სამხედროები ამძერ გამნახველები რომ არ შევიდეთ ოთახში. იმიტომ რომ იქ ჯერ უნდა ვნახოთ, მაგრამ ვისაც ამისთვის შევარდით იმ ოთახში. სხვა შორის იფხელა კონტრასტი იყო მეოთხე ბრიგადაში იყო დაალაგებული, მოწესრიგებული, სისუფთავე ყველაფერი და გიკალანდას მაგიდაზე იდგა, კითხულობდა კლაუზევიცის წიგნს, სუნძის, რომელიც ჩვენ რა თარგმნით ქართულად, მაგრამ იმ ინგლისურად კითხულობს, რაღაც ინგლისური წიგნები ჰქონდა. იქ რა დახვდა? ალია, ასავალ-დასავალი, ბევრი ციგარის ნამწვავები, ну დონე განსხვავება ორ სამხედრო ნაწილში. ძველი კადრები იყვნენ ეს. და მე როგორც გაიგო, ეს ოთახი იყო დანაღმული. და ტელეფონის ზარი უნდა რომ დაერეკა და ყველა საფუძვდა ჰაერში. ოღონდ იმავე მიზეზით რის გამოც ისინი ვერ ვიპოვეთ დღეში. ვერ მოხდა პელეგირება ტელეფონს, იმ ტელეში არ იჭერდა ტელეფონს. ჩვენც გადავრჩით და ისინი იმ წუთში გადარჩნენ დაჭერას. მე იყვნენ ეს ხო ძალიან გამოცილი კონსპირატორი იყო ეს ოთანაძეს და კრიალაშვილი, ძველი გრუშნიკები, პირველ შევარდნაც აუჯავდნენ, მე შეგახსენოთ. და ნუ რამდენიმე იყვნენ ჯამალური ბინებში. და ვერსად ვერ პოლოდა, არანაირი კონტაქტი, არაფერი ტელეფონი, არაფერი კავშირი. დაახლოებით იდენტიფიკაცია მოხდა 10 შესაძლო სამალავის თუ არ ახლა შეიძლება რაღაც დეტალებში წებოდე. და გაიბურღა და ჩადგა იქ მოსასმენი აპარატურა და ერთ-ერთში აღმოჩნდა. და ამ საუბრებიდან გავიგეთ, რომ ყავდათ მეკავშირე რუსეთში, გრუშნიკი და იმათთან ცდილობდნენ კონტაქტის გასვლას. როგორ მოხდა მათი გამოტყუება? მოხდა ისე, რომ ვითომ იმის სახელით დაელაპარაკენ და უთხრეს რომ მარშრუტკას მოგიყვათ და გავყავართ ცხინვალში. და ეს ვითომ გმირებს რო ეძახიან ახლა ქართველი ოფიცრები მიდიოდნენ მარშრუტკით ცხინვალში. ტრის ტერიტორიაზე. თავის პატრონ გრუშნიკთან. და როცა ჩასხდნენ ამ მარშრუტკაში და რო წამოვიდნენ, რაც მე ვიცი ხა მე იქ არ ყოფილა რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ხალხს გავიცი ვისაც ვენდობი, რომ რა თქმა უნდა მათი ცოცხლად აყვანა იყო დაბრძანებები და არავის შემთხვევაში ამ შემთხვევაში არანაირი ფიზიკური ლიკვიდაცია. როგორც კი ამ მარშრუტკის უკან ესე გადაფარებული იყო რაღაცა იქ იჯდა რამდენიმე მებრძოლი ესენი წინ ჩასხდნენ და გარშემოც ნუ იყვნენ რა თქმა უნდა სპეციალისტები. როგორც კი უკნიდან ამათ ეს პრეზიდენტიდან გადმოხდნენ ესე და ეცენ ამათ ამოიღეს იარაღი ეგრევე ძალიან სწრაფად და ნუ ამ დროს ერთი მოკლული იქნა სროლაში და მეორე დაჭერდა მე უკუნარეს და გადარჩა და კი გამოიყვანეს ამათ როგორც პოლით პატიმან. მე ერთი წუთით არ ნანობ იმას, რომ ის ადამიანი, ვინც იარაღს იღებდა ხელში საქართველოში 91-92 წლის გასამეორებლად, მე იმ წლებში ცხოვრობდი და მახსოვს როგორ გამოიყვანეთ. მახსოვს ეს გაუპარსავი საშინელი ხალხი თბილისის ქუჩებში. მახსოვს ჩემი მეგობარი, ჩემი მეზობელი გოგოსაცილები და როგორ დაკლეს ღორივით უბრალოდ ვაგზლის მეტროში. დაკლეს ღორივით, იმიტომ რომ ამის გოგოს გამოვიდა და არავინ არ გამოესარჩლა. აი ესეთმა ტიპებმა როგორც იყვნენ კრიალაძე, კრიალაშვილი, ოთანაძე, ეს ყობალაძე და ამ შემდეგ. ამათგან ახლა უნდა გააკეთონ გმირი და ის ვინც ამათგან საქართველოს დაიცვა, ამისთვის საჭირო უნდა დაეკისროს იმათ და ჩვენ ესე გვინდა ჩვენ სახელმწიფო საშინება.
ბატონო მიხეილ, მთელი რიგი შეკითხვები არსებობს იმ საქმებთან დაკავშირებით კიდე ამ ჩამონათვალში, სადაც ფიგურირებს სახელმწიფო ქონება. თქვენ ახსენეთ კიდევაც გაფლანგვა. ერთ შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვა, ასევე აგრარული უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გაფლანგვა, იგულისხმება კახა ბენდუკიძისთვის ქონების პირდაპირ წესით გადაცემა და ასევე თქვენი ბიძისთვის, თემურ ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით სახელმწიფო ქონების უკანონო პრივატიზაცია. რაც შეეხება პირველ რიგში აგრარულ უნივერსიტეტს, მე ძალიან ვამაყობ აგრარულ უნივერსიტეტის, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტით, კახა ბენდუკიძე მართლა შექმნა საქართველოს საუკეთესო სასწავლო დაწესებულება. და სამწუხაროდ ივანიშვილმა და მარგველაშვილმა სხვადასხვა მოხურეს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც იქნებოდა ნამდვილი გარღვევა, იმიტომ რომ პირველად არა მხოლოდ პოსტსაბჭოს სივრცეზე, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში გაიხსნებოდა ნამდვილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეხლა ძნელია ჩვენ პოლიტიკოსებს, ვინ დღეს მართავს საქართველოს გაწყვეტს ვიღაც, აუხსნა რას ნიშნავს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოს. ეხლა ვირმა რა იცის, ხურმა ნახილია, აი ნამდვილად ეკარე, აზრი არა. მაგრამ მე ხო ვიცი. და ვისაც ეხება ქონდა იმან ხო იცის, რა მოკლეს, რა ხელა საშვილიშვილო საქმე მოკლეს, იმიტომ რომ ხა ნორმალურ თაობაც რომ მოვა, კიდე 10 წელი დაჭირდება, სანამ ხელახლა დაგოქავს ამ პროექტს. ძალიან დიდი ხანი ვამზადებთ. და ამერიკელებს ძლევს დავითაფლეთ, არ უდოდათ, იმიტომ რომ კარგი ტექნოლოგიები თუ ყავს, ამერიკას მიყავს თავისთან, ახლა ჩემი შვილი სწავლობს ფიზიკურზე. და ახლა დაწვრილებით თვითონ არ დარჩენ, მაგრამ ყველა ეგეთ კაცს მოკიდებ ხელს და იტოვებენ ამერიკაში. ჩვენ აქ ვაკეთებდით თბილისში, საქართველოს ბათუმში ვაკეთებთ იმას, რომ აქ ჩამოვიდოდნენ მათ საუკეთესო პროფესორები, ჩვენ მოგვიმზადებდნენ ხალხს და ჩვენ საქართველოს შეერაღება შექმნიდან, ჩვენ სისტემას გაუნჯობესდნენ, ჩვენ სამოქალაქო პროდუქცია შექმნიდან, თვითფინანსი შექმნიდან, არ ვიცი, ბიზნეს ჯეტებს, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიას, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში. ეს მოკლეს ამათ. მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი ზიანი რა მოაყენა მთავრობამ საქართველოს? არის არა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. არა თუნდაც ის ბიუჯეტის გარღვევა და ეკონომიკური ზრდის შეფერხება, თავარი ზიანი იყო. ჩემი აზრით ეს არის სუბიექტური აზრი, 99% არ დამიტახმობა, იმიტომ რომ ბევრი სხვა პრიორიტეტი ხალხს ეს იყო ამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს მოკლა. მაგრამ ნუ რაც მოასწრო კახამ, ბევრად ნაკლები და მოგზაურებული რესურსები შექმნა ორი მაგარი უნივერსიტეტი. ეხლა ცდილობენ ამ უნივერსიტეტის დახურვას. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯები. ეხლა როცა არაფერი არა აქ ეგეთ რაღაცები უნდა იძახო. ეგ იგივე რომ თქვათ, რომ დღეს კანცელარიის ხარჯები სიტყვაზე 20 მილიონი გაფლანგვა. რაღაცა ის მარგველაშვილის ხარჯები არის ამდენი მილიონი, ამდენი პლუს გაფლანგვა. სახელმწიფო ხდება ფული. და ჩვეულებრივად არის ეს ჩვენ მაშინ არ უნდა გაგოხორციელები არც უცხოური ვიზიტები, არ უნდა მიგიღო არც სტუმრები, ხა იუშენკოს დაუთვალეს საპნის და გუბკის ქართულად როგორ არის ვიცი ფას ღრუბლის და ღრუბლის ხო და იუშენკომ შემოთვალა რომ ახლა გიგზავნით 40-50 ევროსო თუ რამდენი თუ ლარსო რომ ამანაცხაურო ადამიანმა რომელიც მოგცა საერთო დაცვის სისტემიდან რომელიც ჩამოვიდა სიცოცხლის რისკის ფასად 2008-ში და სხვა შორის თავის პოლიტიკური კარიერის განადგურების ფასად უკრაინაში მაშინ. და უკრაინელებს მაშინ ჯერ კიდე არ ესმოდათ რამდენი მნიშვნელოვანი იყო ბევრი უკრაინას ეს თვითონ უკრაინისთვის. ხო და ეხლა კი მაგრამ რაც შეეხება ეხლა ბიძაჩებს და თქვენი ბიძისთვის უპირატესობის საარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი თავად ბრალდება მაგაიხსენეთ რა იყო ჩემი მართ. სააკაშვილმა არ იცის რა არის სიყვარული, ამას ვიმეორებთ. საკუთარი ოჯახიც არ უყვარს. და როგორია ოჯახის სიყვარული ივანიშვილმა არაერთხელ აგვიხსნა მათ შორის რამდენიმე დღის წინ. მან თქვა რომ გადაზიდვები შუაზიდან ეს რაც ქუთაისელ დეპუტატს უნდა თავისთვის ჩააბარა თავის დეიდაშვილს თუ მამიდაშვილს დეიდაშვილს ვიღაც უჩას იმიტომ რომ დეიდაჩემ ისე მიყვარდაო და ისეთ პატივისცემდიო აბა უჩას გარდა ვის ჩააბარებდი ამას მოყვება ამას იქ წითელწყაროელი მილიციონერების კლანი დაეუფლა საქართველოს თავის 80% და ეხლა აბა ჩვენ მილიციონერი წითელწყარო და შეიძლება იყოს რა ისე დოპრისწყაროა დღეს აბა ჩვენ ნათესავს თუ არ ვენდობით ვის ვენდობით ეს არის ყველაფერი როცა იძახთ ყველაფერს ანგრევენ რაც შექვეთ ერთ-ერთი თავარი ჩემთვის არის რომ ეს მე შევქმნე ეს სისტემა რომ ნათესავი ახლობელი არამხოლოდ არ უნდა მიანიჭო ოპერაციო ყველაფერი უნდა გააკეთო პროაქტიულად რომ არაფერი ხელი არ გამოდის. ეხლა მე თქვენ ჯერეთი თუ ჩემ ოჯახის წეროს ვეხმარებოდით ეს ფულსაც წაიღეს.
ბებიაჩემის აღმოაჩინა პრეზიდენტობის დროს ჩემს რომ ბებიაჩემ ზია წერეთელს ბაბუაჩემმა გივიმ დაუტოვა ერთ-ერთი თბილისური რესტორნის წილი 15% თუ რაღაც. გავგეშნი. მოუყარე ბებიაჩემი რომ ძალიან აქტიური ქალია, ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და არ დაგიმალოთ ხმას აუძე. და უთხარი როგორ შეიძლება პრეზიდენტის ბებიას კონდეს რესტორნის წილი. საერთოდ როგორ მოგივიდათ ეგ თავში? ნუ თავს იმართებდა ამიტომ ბაბუაჩემმა და თავიდან ერთად გააკეთეს რომ რამიშობა და აქეთ მეჭხობას ხოლმე მითხარ რომ ერთხელ მაინც იკითხე ორეთი ცხოვრობ თელი ეს წლები. ამ რესტორნიდან მე მაქვს 2000 ლარი შემოსავალი ყოველთვიურად ამით ცხოვრობ. ერთხელ მაინც მოგიცია რამე შფული. მართალი იყო. არ მიმიცია. კალტრომაც მართლა ნუ ყველაფერი ჩადეს ჩემში. და საზეიმოდ ეს წილი გადაუფორმია უსასყიდლოდ სხვა მოწილეებს და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე. ესე ვექცევოდი მე ჩემ რაცებს. ხა რა ჭხარ ბიძაჩემს. ბიძაჩემი აი ეს ზუსტად ეს არის საკისებურად თუ დააბრალო იმას რის წირავდა გიბძოს ადამიანი, ხო? კონსტანტი გამსახურდი ეძახა თუ გინდა რომ გაამწარო ადამიანი, უნდა ის დააბრალო ზუსტად რის წინავდა იბძოდა. ბიძაჩემი რომელიც იყო განიარაღების დეპარტამენტის დირექტორი, იარაღის კონტროლის გაეროში. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ქართველებს ყოლით გაეროში, ქართველებს და არა რუსებს, იმიტომ რუსეთი 88 წელს წამოვიდა გაეროს თანამშრომელი, ეს ნეიტრალური თანამშრომელი, არ არის ქვეყნის წარმომადგენელი. ნეიტრალური სამოქალაქო პირია. ეს იმათვის, ვისაც უთხეჟდაღაბენ ჯერა ეს ასავალ-დასავალის გაპრევეს, რომ კგბ-შნიკი ბიძა. რანაირად ამ კგბ-შნიკ ბიძას ცოლი ამერიკის მოქალაქეა, ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა, თვითონ გრინ კარტი აქვს და არიღებს მოქალაქეობის ხოლმე, რომ საქართველოს პასპორტი დათმობა არ უნდა. და თელი ეს წლები აწრიულების განმავლობაში აქ ძალიან მაღალი ხელფასი, რამდენიმე 10,000 დოლარი ქონდა თვეში თელი ეს წლები და არასდროს არ უჭერდა. და აი კგბ-შნიკი ბიძა იმდენჯერ გაიმეორეს რომ მეც რო უყურებ ხოლმე ხანდახან ნიუ-იორკში ხალხი ხშირად მეც ხანდახან წამოვცდება ხოლმე ხუმრობა რომ ხوار დაგაწინაურეს და აბა გენერალ ლეიტენანტი ხუბარა და არ სიამოვნებს იმიტომ რომ მასაც ხელში აკულა გამოსულ ამოსულ ასე რომ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ეს ფულები სადმე მექონდა რატო დაბრუნდა სანდრა და ბავშვი იმავე სახლში სადაც ცხოვრობთ პრეზიდენტობამდე ხო ჩორს ეს როცა მარტო პრეზიდენტი კი არა როცა რაღაცა ადამიანი როცა ცხოვრობს მაგრამ ბევრი ნივთები ემატება ხო თავი პრობლემა იცით რა გქონდა ეს ნივთების დიდ ნაწილს ვინახავთ სხვადასხვა რეზიდენციებში რაღაცა ნუ აი ეს რაღაცა ავეჯების კაბი რაც ჩვენ თვითონ ყიდულობთ ეს პირა ძალიან პატარა აღმოჩნდა ხო ყველაფერ ამის კიდე კარგი 2 ჰექტარი ვენახი 2 ჰექტარამდე მაგ ყვარელში მაგრამ მაგ კიდე მინდა გავსუკითხო ეხლა ჩვენ ვართ კიევში და მინდა თითოეული ქართველი დაფიქდეს იანუკოვიჩი როცა გადააგდეს თელმა მსოფლიომ რამდენიმე საათში იხილა მისი სასახლეები, რეზიდენციები, ოქროები, ყველა აი ყოველდღე რაღაც ჩხრეკვა ახალ მინისტრებისა და ერთ დღეს დავიკითხეთ ის თვითფინანსში 40 კილო ოქრო ამოიღეს ვიღაც მინისტრის სახლიდან. მეორესგან იქ რაღაც ოქროს სასახლე ეგ პატარ-პატარა ეკლესიები ჰქონდა თუნდაც მოქროვილი აშენება გენერალ პროკურორს. პროკურორს კი წავიდა მოსკოვში რაღაც თუ არ ვცდები 40 მილიონიანი სახლი იყო და ეგრევე და აქ დატოვა ერთი 100 მილიონიანი. აი ეს იყო ჩვენი დუპროს ეს არის კონკრეტულად კიევში რაც მოხდა ხო? ხო ლაპარაკობდნენ რომ 1 ლარი მიაქვს ყველა ბენზინი და სააკაშოს. ხო ლაპარაკობდნენ რომ ბარკალი ყველა მისია ქათმის. რითო ამდენი ხანი ყველაფერი გადაჭრიეს, ყველგან ეძებენ რაღაც ვანოს ივანიშვილი სადამ დაიჭერდა ვანოს. სამჯერ შეუთვალა მომეც სააკაშვილის ანგარიში ნომრები და არ დაგიჭერდა. უთხრა რაც არ არის რა უნდა მოგცე. ვერ წარმოუდგენია იმის ტვინში ვერ შედის ის ხვალერად აზროვნებს. იმიტომ რომ მის თვალსაზრისით თუ რამეს წარმოადგენდა უნდა ფულის ნიშნებით გამოიხატებოდეს ეს. მას ვერ წარმოუდგენია რა არის სიამოვნება როცა შენ ქვეყანას აშერებ. საქართველოს მე გამდიდდი საქართველოსთან ერთად იმ გაგებით, რა თქმა უნდა საქართველოს ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა, ამიტომ მეც არ ვარ მდიდარი, რომ 10 ჯერ გავზარდეთ საქართველოს ბიუჯეტი, 10 ჯერ. არ ხდება ერთდროულად ბიუჯეტის გაზრდა და მოპარვა არ ხდება, რომ ერთი ჯიბე აქა და მეორე ეგრე არ ხდება ხალხო. გზებზე როცა აი როგორც კი გზებზე ხრელები ჩდება, ესე კორუფცია გაიზარდა. როგორც კი გზები იგება, ესე კორუფცია ნაკლებია. ივანიშვილმა გააკეთა ის, რასაც აკეთებდა ბიზნესის დროს. მან მოახდინა მონოპოლიზაცია, უბრალოდ მონოპოლიზაცია სახელმწიფო სტრუქტურების.
მაგრამ როგორ აკეთებს ამას? ამას აკეთებს ის გადადგა თანამდებობიდან ფორმალურად. აი ზუსტად ესე როგორც რუსი ოლიგარქები აფორმებდნენ თავის წილებს ხებს. გადადგა თანამდებობიდან, მას ხოდა ორი მოსაზრება, ერთი რომ ფული არ მოთხოვონ, რომელსაც დაპირდა და რა თქმა უნდა ისი მომცემი იყო და მეორე რომ რაც უნდა მოხდეს ცუდი და პირველ რიგში პრეზიდენტის საქმის აღძვრა, ჩემზე ამ შემთხვევაში მე თქოს მე რა შუაში ვარ, ეს ამ გარიბაში თქვა ეს ისე მე უიმე შვილივით მიყვარდა, მაგრამ ნუ ეგრე შემსწარიყავი ადამიანში აღო. ამათ ჩაიდინეს, თუმცა რომ არავინ არ აღწევს, არავინ არ დაუყადაღოს მას ანგარიშები, ასეთი რაღაცებისთვის. არავინ არ მოთხოვოს მას პასუხისმგებელი. ძალიან ცდება. ფარცხალაძე ზუსტად იგივე ისტორია. ფარცხალაძე აღარ არის პროკურორი, ბანდიტი აღმოჩნდა, დიდი პატარა ის პრობლემა შეგვიძლია, იმიტომ რომ ხა ამაზეც ხო ვერ იტყვიან ნაციონალიზმის პროპაგანდა გერმანია ადასტურებს, რომ ჩვეულებრივი ყაჩაღია. მაგრამ ფარცხალაძე ის თავის კაბინეტში და იქ დამართავს პროკურორი. ივანიშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მართავს თავობას. ესე იგი ჩვენ შევქმნით ოფშორული, პოლიტიკური ოფშორი და პოლიტიკური ოფშორიდან იმართება დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. უბრალოდ ის რომ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებენ, იღებენ ხოთ ასეთ ტიპის გადაწყვეტილებებს. ჩვენ შევქმნით ჩtildeოვანი ასუისგებლობის არ მქონე, იმიტომ რომ როცა ჩtildeში ხარ არ ოფშორი ხო რა არის, რომ სადღაც ხარ დარეგისტრირებული, იქ და მართავ შენ საწარმოს, ხოთ გადასახადების არიხტი იყო, ვერავინ რომ მოგაგნებს რამე რო იყოს, ხოთ სიტყვაზე ხაკიმ ფაშაზეა გაფორმებული. და ხაკიმ ფაშა სინამდვილეში არის კიბროწაშვილი. ბოდიში ყველა კიბროწაშვილი. და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ივანიშვილი ღარიბაშვილი. და ჩაოლებრად ეს ვერავინ ვერასდროს ვერ მიაგრებს, მაგრამ იქიდან ის ხაკიმ ფაშას მეშვეობით სახელით ის მართავს ყველაფერს თავის საწარმოს. ზუსტად ასევე იმართება დღეს საქართველოს. ზუსტად ასევე იმართება პროკურორად. კიდევ ერთი ისა რომ ის ხალხს მე არასოდეს ერთი შემთხვევა იყო, როცა დავინტერესდი სისხლის სამართლის საქმეთი, ეჭვ გამოხატა, ეს იყო ფოტოგრაფების საქმე. იმიტომ დავინტერესდი რომ ჩემ პირადი ფოტოგრაფი დააკავეს და დღემდე ეჭვები მაქვს არ იყო თათ მოგო სუფთად ყველაფერი გაკეთებული. მაგრამ ისიც ეჭვის დონეზე დავინტერესდი. მე რო სისხლის სამართლის საქმე გამეკეთებია ჩავთვლი რომ არ მაინტერესებს იურისტი ვარ და ვიცი რომ ეს არ არის ჩემი საქმე. როგორ ვისაუბრთ მეცი და აზარტი ამის კეთების. ვინც ყოფილი ინტენსიურად ყოფილა შეხებაში კრიმინალთა წარსულში. აი იანუკოვიჩთან მაგალითად ბევრი საუბარი მქონია. იანუკოვიჩი ყველა ამ საუბრის დროს 90% უთმობდა თავის ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გარჩევას, იმიტომ რომ ორჯერ იყო ნასამართები ყაჩაღობისთვის და გაუპატიურებისთვის. ივანიშვილი იყო თავარი ბიზნეს პარტნიორი რუსეთის ყველაზე საშიში კრიმინალის ოთარ კვანტაშვილის. რუსეთში არ კეთდებოდა მილიარდები ძალიან ბევრი ადამიანის სიკვდილის გარეშე. ეს ყველა მიცის. და ბოდი ამიტომ როცა და მე მახსოვს ივანიშვილმა რა მითხრა ერთხელ პროგრამსაპატრიო შეხვედრაზე. თქვენო თქვენ რისი თავი გაქვთ? პროკურატურა თქვენ ხელში იყო და პოლიციაო და მაშინ ვერაფერი ვერ ქენითო და ეხლა ჩემ ხელში რო არისო თქვენ მე რამეს მიზამთო? მათ აქვთ ეს ვინც შეხებაში ყოფილა მეორე მხრიდან სამართალ უბრალოდ უკანონოების მხრიდან სამართალთან. იმათთვის როგორც ეს იმხელა მიმსიტველი სათამაშოა პროკურატურა რომ შენ შეგიძლია სისხლის სამართლის საქმეები შეკერო, შეთითხნო, მოიგონო, ჯერ გაეში დაწერო და მე აკრიფო. ეს არის როგორც წესი კიდევ ერთხელ რომ ყოფილი კრიმინალების საყვარელი სათამაშო. და ეს ჩანს კიდევაც. და ვითარებენ ხო კრიმინალის დანიშნავს პროკურორად, ხო ფაქტია. ამიტომ ეს არის ძალიან საგანგებო სიტუაცია. იმიტომ რომ ეს ამ ყველაფერს აქვს ფასი ქვეყნისთვის გადასახდელი. არა მხოლოდ გრძელვადიანად, სამწუხაროდ მოკლევადიანადაც. მოდით გავაგზავნოთ საუბარი ბიძინა ივანიშვილის ქონებაზე. კიდევ ერთი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას თქვენთან შეკითხვები აქვს, ეს არის ქართულ ბანკის ხელოვნურად გაკონტრების პროცედურა. ლოგიკურად რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილი არ იყო უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი იყო პუტინის თავის 2 მილიარდით მაშინ. საერთოდ ეხლა მით უმეტესად დროის გადმოსახედიდან ეს ჩემში არანაირ ეჭვს აღარ იწვევს. და პუტინმა თქვა ეს მაშინ რომ როდესაც გაქვთ ჩემ კადდავასვებარი, როცა კითხეს ჩემზე. და გამოვიდა სცენაზე 2011 წლის ივლისში მე და ლევან ვარშალომდე ხვდებოდით ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც რუსეთში მოღვაწე გავლენია ქართულ ბიზნესმენს, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო რუსულ წრეებთან. მაგრამ ნუ ერთ-ერთი თავარი ინვესტორი ბათუმში. და ეხლა ჩვენ მაშინ ინვესტორი ჩვენთვის ღმერთი იყო და აი
ვეხუტებოდით და ვატარებდით და იქით კი არ ვთხოვდით. სპირიკით ოღონდ რამე გავკეთებია. მართლა ვარშავაში მეტი არაფერი არ მქონდა, ამით ცხოვრობთ. და ამ კაცმა ეს კაცი შეზარხოშდა ცოტა ეს წავიყვათ რესტორანში და თქვა რომ ბიჭებო ჩვენ მალე მოვაგვარებთ ყველა პრობლემას. ეხლა ველაპარაკი კუდრინი იყო პუტინთან, ნუ ივლისია 2011. Моглето все уже скоро уладится. У нас вообще проблем не будет, но эти проблемы орёт, кроме заходит число. Вы должны отойти в тень. Все решено, Владимир Владимирович решил. Картвелия Марану Русотлабра. Кидеро давазусту Абхазистана, колонны ставжимар сахсад кварса давасах. Да, მოკლედ ესე იქნება და მეოთხე როგორ აპირებთ ხომ? ნუ უკვე შევარჩიე თუ ერთიო, ძალიან მაგარი ცნობილი ბიზნესმენიო. ყველა ვალდებულება აიღო, ყველა ზუსტი ინსტრუქციები აქვს როგორ მოქმედოსო. ნუ пока он ничего не появлялся, მაგრამ ეხა გამოარენას. 2011 წლის ივლისი კიდევ ერთხელ. 2012 წლის 2011 წლის ივლისი ხო. და ოქტომბრის დასაწყისში ზუსტად მაშინ როცა სარკოზი ჩამოდის საქართველოში, 2 დღით ადრე და სარკოზი ჩამოსულ რატო იყო პირველად ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა გააჟღერო საქართველოს იქნება ევროკავშირის წევრი. ეს იყო ისტორიული მომენტი. 2 დღით ადრე. როგორც იყო ნატოს გენომდივნის მაშინელი ძალიან მნიშვნელოვანი ჩამოსვლის დროს ნოემბრის მოვლენები, როგორც იყო როგორც ეხლა არის ასოცირების ხელშეკრულების წინ ჩემს საქმის აღზრდა, სარკოზის ჩამოსვამდე 2 დღით ადრე ივანიშვილმა გამოაცხადა რომ შემოდის პოლიტიკაში. დამთხოვა ძალიან ბევრი დამთხოვა ხო არ არის ერთი და იგივე სიტუაციებისთვის. ამიტომ ჩვენ გქონდა ხაფრთხის განცდა. და ჩვენ მიგვაჩნდა რომ ამ რუსული ფულისთვის უნდა დაგვიყენო ბარიერა, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. და როცა გამოდის ვიღაცა და იდახს რომ შემოყოლი რამდენიმე მილიარდს და ყველაფერს ვიყიდი. ჩვენისთან ქვეყანაში არის საფრთხე რომ შემოყრის მართლა ყველაფერს იყიდეს. და უფრო მეტიც მარტო დაპირებაც ამ ფულის საკმარისია რომ ბევრი ადამიანი დაფიქდეს. ასე რომ კი გამოყენებული იქნა მაქსიმალური მეთოდები, რომ ეს ფული შეგვეჩერება. ბანკის გაკოტრება დომოდათ, ერთ დღეში გაკოტრება და ბანკის გაკოტრებას ჩვენ არ წავედით, იმიტომ რომ ამ ბანკს ყავდა ჩაოლებრივი მიანაბრეებიც. ჩაოლებრივი მიანაბრეებიც. როგორ შეძლებდით ბანკის გაკოტრებას? თავრობისთვის ბანკის გაკოტრება ეს არის ერთი განცხადების საკითხი. აღარ ვლაპარაკობ ქმედებაზე და დაყადაღებას და ერთი განცხადების საკითხი. რო თქვა რომ ამ ბანკში აღარ ჩავდით ფული და ბანკს არ აქვს მომავალი, ფამოკო სისტემა ესეთია, ძალიან გზობიერია პოლიტიკურ ზეწოლზე. არავის არასოდეს ეს არ უთქვას. ასე რომ ხა მოდი თქვა მოინდომა სააკაშო ბანკის გაკოტრება გაკოტრების სისულელია. რაც შეეხება ივანიშვილის ქონებას, დააკვირდეთ კარგად და მე მინდა ის ხალხი ვინ დღეს მათ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს, კარგად დაუფიქრდეს რას აკეთებს დღეს ივანიშვილი. ივანიშვილი დღეს ისტერიულად იშორებს საქართველოს ქონებას. აი გავიგე რომ ლაგუნავერი დაუხურავს ახლა. რამდენიმე სხვა საწარო მოიშორა გაყიდა. არ დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა. ერთ სიტყვით ეს კაცი ემზადება გასაქცევად. მოდი ამას ესე ქვია. მაგალითად, მრავალი ასეული მილიონი სურათებში რო გადახდილი, ეს სურათები ინახება ლონდონში ბანკში. საქართველოში არ ჩამოაქვს. იმიტომ რომ გაქცევა როცა არის თვითმფრინავში ის დიდი სურათები არ ეტევა. ეს კაცი რამე რო იყოს საფრანგეთის პასპორტი რეჟიმში და ფიქრობს რომ ამ მოახდება თვითმფრინავს და ქონება უკვე იქ აქვს, ყველაფერი იქ აქვს, საქართველოში არაფერი არ რჩება და წავა. მაგრამ ეს ჰაკიმ ფაშას კოლექტიურის ჰაკიმ ფაშას წევრები აპირებენ წასვლას თუ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგზავნოთ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ ყველამ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ქვეყნის აღშენება. მე ის კი არ მაწუხებს რომ ივანიშვილი ახლა იანუკოვიჩი თამაშობს ჩვენ ქვეყანაში და თქვა ვერ ნახავ ჩვენ მიერ აშენებულ ბათუმს რაღაც პერიოდი ან ჩვენ მიერ დაწყებულ პროექტებს სვანეთში ან ჩვენ მიერ გაკეთებულ სიგნალს, ყვარელს, თელავს, ბილის თავი ჩემი თავი პრობლემა ის არის რომ ის კი არა მე რას ვნახავ და რას ვახავ ბოლოს ივანე ჯავახიშვილი გააგდეს აქტივისტმა სტუდენტებმა მაშინელმა ქოცებმა მის მიერ შექმნა და აშენებულ უნივერსიტეტიდან ეს საქართველოს ისტორიაში არ ახალია ეს რაც ხდება ეგ არ არის თავი არის ის რომ ეს ყველაფერი გაჩერებულია ჩვენ კარგად დროს აი ხა მაგალითად წელს არის გუდაურში თოვლი და ტურიზმში ეხარი პრაქტიკულად ნულოვაის და წელს ზაფხულში უკვე დამთავრებული ყოფილიყო თეთრმურდის წარმოუდგენელი კურორტი
და სვანეთში წელს წავიდოდა 400,000 ტურისტი ზამთარში, სწორედ იმის გამო რომ გუდაურში არ იყო თოვლი. ოღონდ სვანეთის ინფრასტრუქტურა შეაჩერეს ჩემჯინაზე. ლაზიკის სპორტი, ავღანეთიდან ტვირთები გამოდის. რა ოქროს დრო დაუკარგეთ. რა როგორ გაიზრდებოდა საქართველოს სტრატეგიული შრომა, რამდენი ფული შემოვიდოდა მათ შორის იქ ხალხისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის არაკლიაში განმოხორ ზუგდიდში პირველ რიგში. და ამაზე გიჟდები მართლა, ამაზე გიჟდები. ეს არის ჩემი ძალიან დიდი გაღიზიანება. იმას კი არა, ვირა და ეს ყველაფერი აურთქდება როგორც ჩარშანდელი თოვლი და დადნება. რამხელად და რა ოქროს დროს კარგავს საქართველოს და როგორ სუსტება ჩვენი ეროვნული ორგანიზმი მაშინ, როცა ყველაზე დიდი საფრთხების წინაშე ვარ. წარმოიდგინეთ, დღეს გვყავს ვარ შტორმი, უზარმაზარ შტორმშია გეოპოლიტიკურ ქვეყანა. და მე იანუკოვიჩი ობლებთან შორის კაიროში ბოლოს ვთქვა და ვისადირეთ ერთად. და მე ვთხარი რომ მე ბაში უკვე შევამჩნი, ბაროსომ კი მითხარდა რომპუი რომ აწევს ხელს, მაგრამ მე შევამჩნი ახლა მე შეიძლება უკეთესად ვწდობა უკრაინულ განწყობას. შევამჩნი რომ არის ხელმომწერი არ იყო. მე ვთხარი როგორ რაღაცა თქო, ეხლა ჩვენ მკვეთრად საჭირო დაატრიალო, თქო, წარმოიდგინე უკრაინა არის დიდი თეთრი გემი თქო. და მიდის თელი ძალით რაღაცა კურსზე. და შენ ახლა უცებ რომ მოატრიალო საჭირო მკვეთრად მარცხნივ არ მარჯვე თქო. იცი რა მოგივართ? ჯერით ეს გემი ვერ შეუმბრუნდება, შეუძლებელია. საჭი გაგიტყდება და მართვას დაკარგავთ თქო. ისი აგიხდეთ ყველაფერი რაც აუხდა. წარმოიდგინეთ, საქართველოს არ არის ესეთი დიდი გემი, საქართველოს პატარა გემი, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპით მიდიოდა პატარა კატერი, სწრაფმავალი, მიდიოდა ისე რომ ბევრი შურის, თეთრი შურის ობიექტი იყო. და ეხლა ამ კატერში არის რაღაც გუნდი, ჯერეთი თვითონ კაპიტანის ის სადღაც ქვემო ტრიუმფში და იქიდან იძლევა ბრძანებებს. და მიძახს მე შოში არავ და იმის გარეშე ესენი ვერაფერს არ აკეთებენ. და აქ არის რაღაცა ესეთი გუნდი, რომელსაც არცეც არ შეუძლია საჭის დაჭერა სწორად. და ხან მარჯვნივაც და ხან მარცხნივაც, ხან რაღაც მიედმოედება. ეხლა როცა არის ასეთი გეოპოლიტიკური შტორმი ქვეყნებში, სოფლიოში და ჩვენ რეგიონში. ეხლა როგორც არასდროს ჭირდება ყარი მართო ყოველგვარი აი იმეების გარეშე. ამიტომ ეხლა მე ვარ ძალიან შეშფოთებული. ჩვენი ეკონომიკა კიდევ ერთხელ ვარ ძალიან კალკულ მდგომარეობაშია, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ყვითლით სუსტდება. ქვეყანაში ხდება ისეთი რაღაცების დანერგვის და პროპაგანდა, რაც არ შეიძლება იყოს ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც მიმართულია მომავალზე. და რაც თავარია ძალიან დიდი ასპარეზი გაიხსნა ჩვენ მტერს ყველა სახის შიდა манипуляციებისთვის. მოხდება ძალიან სერიოზული და სხვა ჩვენს მე მგონი კიდევ ერთხელ ეს ივანიშვილმაც იცის და პუტინმაც იცის რაღაცები, რომ თვალ კარგად არ აცებ. ძალიან უკან წავა. ეხლა არის პუტინით ასეთი ტალღა, მაგრამ ასეთ ტალღას ახალსაც მიქცევა. ეხლა ჩვენ ყველა მუშაობთ იმაზე, რომ სოფლიო ჩაერთოს ძალიან აქტიურად ამ პროცესებში. მე მგონი სოფლიო რო ჩართულია, ეს ნახეს ასევე ჩვენებად სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებით. ესეთი განცხადება ხა რამდენიც არ მოიძახო, რომ არა ეს ის არ არის, რო თქვი, ეს ის არ არის, თქვი რომ გონიათ. კვირას საღამოს ნაჩქარებად გაკეთებული ძალიან მკვეთრი განცხადება ზუსტად სამწუხაროდ ის არის, რაც უნდა გეგონოს. ძალიან მკაცრი გაფრთხილება, ხო? ეს ვიღაცა კი არ არის, ეს არის ამერიკის საქართველოს ერთადერთი გადამრჩენი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბოლო მაშველი რგოლია ჩვენ. მიუხედავად თავის ყველა პასიურობისა ბოლო წლების განმავლობაში. აი ამ სიტუაციაში მაინც დასავლეთი ერთობა ამ უკრაინის და საქართველოს ორიენტში. დღეს ვილაპარაკობს საქართველოს ნატოში უნდა მიიღო და ესე ყველა ხმამა. საქართველოს თავრობა არა, საქართველოს ყოფილი თავრობა. ეხლა ვიყავით ბრიუსელში. ტელევიზორში ნახეთ ალბათ. ყველაზე აქტიური იყო ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი ჩვენი მინისტრი. გიგა ბოკერია. და ჩვენ ყველა დავდივით საქართველოს ერთმეტევა ელჩმა, რომელიც იქ იყო. თბილისში აკრედიტირებული დასავლეთის ქვეყნის მითხრა, თქვენი მთავრობა თქვენ ლაპარაკობთ ნატოში მიღებს, თქვენი მთავრობა პრაქტიკულად ამაზე აღარ ლაპარაკობს და მე ვთხარი რომ არა ეს გამოუცდელობით მოსდის. და სინამდვილეში უბრალოდ არ იცით და დრო ჭირდება თუ მაგრამ ეხლა ხო შემიძლია გითხრათ, არაფერი გამოუცდელობით არ მოძდით. მოძდით კი არა, ესე არის ჩაფიქრებული. იძახი რომ უკრაინას უნდა მხარდაჭერა, მაგრამ იქვე იძახი რომ არ შეიძლება რუსეთზე სანქციების დაწესება და სხვათა შორის ჩვენ გვინდა რუსეთთან გაუმჯობესება ეხლა ურთიერთობების. ეს როგორ ხდება ერთად? კიციც და კიცმაცურის თუ როგორ ეს კოცი თუ როგორ არის ზუსტად ხა მე ტერმინები არ ვიცი. ასე რომ
ძალიან სახიფათო მომენტში მოუპებით. და მე მაინც გონია რომ ეს ამ მოქცევას მიქცევა ჩვენ ვართ ამ გეოპოლიტიკის ნაწილი ჩვენ საქართველოში არის ახალი თაობა რომელიც აუცილებლად აჩვენებს რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის პატრონები არა ეს რაღაც გაურკვეველი დაჯგუფებები არამედ ახალი ხალხი ვინც ინტერნეტზე ზის ინტერნეტში ზედაღებ Facebook-ზე აქტიურობს, Twitter-ზე აქტიურობს განათლებას არის დაწაფებული ძალიან მე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იყო აი რაც მოახერხეთ ბოლოს მობილიზაცია სახსრების საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გაკეთება რომელიც დამთავრებულია თითქმის მაგრამ გარწმუნებული ესენი ამასაც შეუშნია ხელს იმიტომ რომ ყველანაირი განათლება იმ ხალხს ვის იქცევა როგორც ჯოჯოხეთის მაშხალა ძალიან აღიზიანებს სინათლის შეტანა აღიზიანებთ 10,000 წიგნი მაქვს ნაყიდი უკვე ბევრია იმიტომ რომ თითო წიგნი ხის დაახლოებით $100-200-მდე ეს არის პოლიტიკური მეცნიერება სამართალი და არქიტექტურა დიზაინი იმიტომ აღჩენილობას ემსახურება ეს შენობა პრაქტიკულად დათარებულია ძალიან ბევრი ხალხი ჩავერთვით ამ საქმეში ჩემი ოჯახი ცხოვრობს იგივე ბინაში მაგრამ ეს შენობა შენდება და მე არაფერი არ მინდოდა ჩვენთვის ჩავკუთარი თავისთვის და სხვა შორის სანდრას მამა მითხრა რომ ბოლოს სადმე რომ მუშაობს ადამიანი რამდენიმე წელიწადი ნორმალურია სადმე რა მუშაობს პრეზიდენტად ხო ნორმალურია რომ იმავე სახში არ დაბრუნდება ხო იგივე ყვარლის ცენტრი გადავაკეთებ მე მენახეობის ცენტრად და წელიწადში ჩამოვყოთ რამდენიმე უკვე ჩამოყვავს და ჩამოყვათ რამდენიმე უცხო მენახეობას რომ კახალ მენახეებს დავახმაროთ რომ არ იყოს ამ მითზე ჩამოკიდებული ბლეფზე რუსული ბაზრის ესევია ეს ბიბლიოთეკა ამიტომ მე საქართველოსდან არ წავსვა მე ვარ საქართველოში მე ვაქეს ყველაფერი კი შეუულიათ ბიბლიოთეკას ებრძოლონ წიგნების გადამიყარონ და დამიწვან მაგრამ გააკეთებ სხვა გზას ვიპოვო და ამიტომ ეს ყველაფერი ემსახურება რომ ეს ახალი თაობა გაიზარდოს და ეს ბევრად უფრო ჩქარა მოხდება სწრაფად ხდება ეს დაკაცება და დაკალება არ ვიცი ეს უფრო თანასწორად რომ გამოგვიდეს ვიდრე მათ წარმოუდგენიათ ალტერნატიული ასავალ-დასავალიზაცია ქვეყნის ვერ მოხერხდება საქართველოს არ არის არც ქოცისტანი და არც ასავალ-დასავალის რეზერვაცია ჩვენ ვართ ძალიან დიდი კულტურის და ძალიან დიდი ისტორიის ქვეყანა ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც ძალიან ბევრი ქონდა საამაყო წინა წლებში ის რომ ყველაფერი ამის წინააღმდეგ ის საქართველოს თავრობა ეს თავრობის სირცხვილია და რა საქართველოს იმიტომ რომ საქართველოს ხალხმა გააკეთა ეს ყველაფერი საქართველოს ხალხმა შექმნა სოფლიოს დასანახი რეფორმები საქართველოს ხალხმა შექმნა ყველაზე წარმატებული ანტიკორუფციული მოდელი საქართველოს ხალხმა შექმნა ჩვენთან ერთად ყველაზე სწრაფი სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოს ხალხმა შექმნა სოფლიოს საუკეთესო პოლიცია საქართველოს ხალხმა შეძლო აშჯერ დიდ წერთან გამკლაება თუნდაც რამდენიმე დღით და სოფლიო აზრის მობილიზაცია და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა არა მე საქართველოს ხალხმა და ის რომ თავრობა ამ ყველაფერს ახლა ლაფში სვრის ეს თავრობის სირცხვილია და არა ხალხის იმიტომ თელმა სოფლიო მიწის ჩვენი მიღწევები და ამას ვეღარაფერი ვეღარ შეაბრუნებს ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს დღეს ისინი რაც თამაშებიან ისინი ზუსტად იმას აკეთებენ რაც რუსეთს უნდა რომ ყველა ეს საქართველოს წარმატება თურმე ყოფილა ბლეფი და ტყუილი რაც დავოში თქვა ივანიშვილმა არ გამოვა ყველა კიდევ ერთხელ ყველა თემსოფლიოში მიწვევენ და რამდენი აგზელობიც უნდა მომიწვევენ და გავაგზავნებ სიარულს დღეს მივიღე კიდე 6 მოწვევა დამატებით დამით თვალში თავსაც ვირჩე რომ ამ რეფორმის ვილაპა ამით ირჩენს თავს დღეს ლადო გურგენიძე რომ მეტად ის ლექციებზე ნიკა გილაური ზურა და სხვები ვიღაცები ხა მე ამ ჩვენ თავრობის წერობთ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს მე მეჩვენა ზოგიერთ მათგანმა დაუშვა ძალიან უხეში შეცდომები მაგრამ მაგალითად არა განსაკუთრებით სამართალდაცვა ორგანოებში შეცდომები დაუშვეს ნამდვილად საერთო ეჭგარეში არის და მეც გეტყვით მათი უმეტესობა ყველანაირ შემდგომ იმაში დღეს რო ვაკომპლექტ თავრობაში ნამდვილად იქ ვერ მოხდებოდა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თვალი დავხუჭო იმაზე რა გააკეთეს მათ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვინ იქნებოდა ის არ მათი არ ვლაპარაკობთ დღეს ეს საკითხი დგას იმაზე რომ საქართველოს მეც ჯერეთი სხვა საკითხზე ვლაპარაკებ დღეს და არა ნამდვილად ეს არ არის საარჩევნო რაღაც ხის გამოსვლა ხო ჩემ მე მგონია სხვა თემაზე არის გამოსვლა ეს შემდგომისთვის გადავიდოთ ამის დროც მოვა ამის დრო მოვა კიდევ ერთხელ მე საკმაოდ ჩქარა და მალე მაგრამ ეს არ იქნება და ეს არ არის აუცილებელი რომ მე ვწყვეტე ასეთ რაღაცა ამას საბოლოო ჯამში გადაწყვეტს ქართველი ხალხი და დარწმუნებული რომ ქართველი ხალხი ბევრად უფრო მეტად გადაწყვეტს ვიდრე მე ამ შემთხვევაში მე ვარ მეასხარისხოვანი და ჩვენ და როცა მეუბნებით დროის ფარგლები
იანუკოვიჩაც ეგონა 6 თვის წინ რო იყო მარადიული. მახსოვს მე მქონდა მასთან დიდი ისეთი ნეტარი იყო. ისეთი თავის თავში დაჯერებული. ისეთი თავგასული მართა ყველანაირად. და ჩემი უკრაინელი ჭკვიანი მეგობრები მეუბნებიან, უკრაინელი ხალხი ერთი იანუკოვიჩი მაინც ყველაზე პოპულარულია. აღარავის ხوارს გაგონება უნდა ხალხი ცინიკურია ყველაფერს შეურიგდაო. ეს ხალხი არაფერ ხმის ამომღები აღარ არისო. და ესე იქნება და უკრაინა ჩაირეცხება როგორც და მე მოხდა მაიდანი. და რომ მივედი მაიდანს და პირველად რომ ნახე ამ ხალხის გაწესრიგებას, თორემ პირველი დიდი აქციების რო პირველივე ჩამოვედი. მივხვდი რომ ამ ხალხს ვერაფერი ვეღარ გააჩერებს. და ჩემ გარშემო ბევრი მეუბნება და ეხა ესენი დაიშებს სახსრებ მეთხენ. ნუ რას უკაცრავად. ეს ხალხი არის ახალი ნაცია რომელიც დაიბადა. ახალი საქართველოს ერი დაბადებული ასევე. დაფუძნებით ჩვენ დიდ ტრადიციას, მაგრამ ახალი საქართველო ახალ პირობებში უკვე დაბადებულია. და ვერანაირი წარსული ზომბები და მუმიები ამაზე ვეღარ მოკლავენ. ის ხალხი ვინც მოვიდა გვამებზე და სისხლზე ლაპარაკით. და აპირებს რომ მთელი პერიოდი მართონ გვამებზე და სისხლზე მუდმივი ლაპარაკით. და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. შეუძლებელია ასეთი სიამაყის და კულტურის ქართველი რომელიც ეხლა სასწავლებელია თავის ისტორიაში და მათ შორის თუ ბოლო 100 წელს ავიძახებთ განსაკუთრებით ბოლო 10 წელიწადში. რომ ესეთი ერი მუდმივად ვინმე აზომბიროს ან ცადოს დაზომბირებ ან ამ გვამების ენით მართოს. ამიტომ როგორც მოხდა ეს 2003-ში ერთხელ როგორც მოხდა ეს აქ უკრაინაში საქართველოშიც მოხდება რა თქმა უნდა ყველა ჯანსაღი ძალის და ხდება კონსოლიდაცია ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთო არ მივცეთ ჩვენ მტერს საბაბი ძალადობის დაწყების არ მივცეთ ჩვენ მტერს საბაბი არევის სიტუაციის და საქართველოს უკან დახევს ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი აქ იმიტომ რომ აქ როცა ლაპარაკობ ყველაფერი ამაზე უნდა გვახსოვდეს ყოველთვის აი მანტრასავით რომ ღმერთმა არქმას არეულობა და დაბოლობა მაგრამ არც ესეც არის ეს ამის აუცილებლობაც არ იქნება ამაში ვარ დარწმუნებული მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მომავალი და მე რაც შემედება ამ მომავალს მომსახურებ მე რას დადის და რას დაიარება ვივლი და ვივლი სადაც პირში სული მიდგას ვივლი საქართველოსთვის საქართველოს სახელით და საქართველოს მომავლისთვის ვივლი იმისათვის რომ ის ფასეულობი რომელსაც შეცხოვრე ვიწოდი ვერავინ ვერ გაანადგუროს და ვერავინ ვერ გადაუაროს. მე წარმატებას ვუსურვებ ჩვენ საერთო სამშობლოს საქართველოს. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ.